მოიცა და მართლა თავის მოკლას აპირებდი? მიშამ როდესაც იხილა ეს ფოტოები, ძალება გასცა რომ ვინც იმ დღეს იყო, ყველა დაიჭირდა. ეს ელექტროშოკებია მუშაობს, მე რა ვიცი ამაზე შეამოწმეო რა პრობლემა არისო და იღებს ელექტროშოკს და გამამადებს რა ეს ორკილები დამადებს და ამიკითხეს თქვენ ბრალი გედება სამშობლოს ღალატში. ბარამიძე იყო ყოველთვის ბარამიძე. ხო, მაგრამ თანამდებობრივად მართავდა მიშა, ეხლა მე ვიცი და მაგის დაცვის უფროსმაც იცის. რა სახელი? მიშა თუ მიმართავდა შენ რატო არა სახელებაც? რა სახელით მიმართავდა? ერთ სახელი ერქვა ყველას. თუ ცენზურულად დაცვა ტუს დავადებთ, არ არის პრობლემა რა. სასაფლაოზე აიყვანეს, ამოათხრევინეს საფლავი, ცემეს, იმიტირებული დახვრეტა მოუწყვეს, სახე რო აგეწია. უბრალოდ რო შეგეხედა სახეში. ადამიანისთვის, ციხის თანამშრომლისთვის. ციხის თანამშრომლისთვის ეგრევე მოდიოდა წიხლი. შარლიც ჩამოხჭობაცა და იქ შიგნით ჩამოეკიდა და მე ჩამოხსნეს ალბათ, მაგრამ თვითონ შეუვარდა. საკუთარი შარლით ჩამოეკიდა თავი? თავი ჩამოეკიდა იქ რა. აი, მე გიბრუნებ ახლა შენ აი ამას, რომელიც ცოტა ხნის წინ გენათხოვე ამ შენს ფოტოაპარატს. მე რო შიმშილობა ქონდა გამოცხადებული, ჩემთან ერთად საკანში ვიწევ, საჭმელში ჩაუფურთხეს და დაუდეს. ნუ ამ პატიმარმა მითხრა რომ შენთვის არის ბრიტუალ დატოვებული თავი დაიბრიდეო რა. ჩვეულებრივი ტუალეტის ქაღალდის მაგივრად გიწევდათ რომ გამოგეყენებინათ თქვენივე მაისურები. ამას ამბობ. ხო. ყველას უსურვებ, ვინც არის საპატიმროში მალე დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ოჯახებში. გარდა ერთი ადამიანისა. გამარჯობა. მოწყობილობა რომელიც ახლა ჩემს წინ დევს და თქვენ კარგად ხედავთ ამას. ეს არც ჯაველინი არ არის მეგობრებო, არც სტინგერი არ არის, არც კალაშნიკოვი და არც ორეშნიკი. ეს არის ერთი უწყინარი, ჩვეულებრივი ფოტოაპარატი. თუმცა ამ ქვეყანაში არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, დაახლოებით 15 წლის წინათ იყო დრო, როცა ამ მოწყობილობის დანიშნულებისამებრ გამოყენების გამო ადამიანებს უშვებდნენ ციხეში, აწამებდნენ და უცხო ქვეყნის ჯაშუშობის ბრალდებით ასამართლებდნენ. ასე მოხდა სააკაშვილის რეჟიმის ზეობისას 2011 წლის ივლისში, როდესაც ცნობილი ქართველი ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, ართია გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე და შაჰა აივაზოვი ნაცმოძრაობის რეჟიმმა ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრა და ციხეში აწამა, განგეთქვის დღე მოუწყო და სცადა მათი როგორც ფიზიკური, ასევე მორალური განადგურება. დღეს სააკაშვილის რეჟიმის მიერ დარბეული და დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე რეჟიმის ანატომიაში საუბრობს სწორედ ეგრეთ წოდებული ფოტოგრაფების საქმის შესახებ და ჩვენი სტუმარი არის ამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი და დაზარალებული სააკაშვილის რეჟიმის პენიტენციურ ჯურმულებში გამოვლილი და ნატანჯი კაცი, ცნობილი ქართველი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე. გიო, მოგესალმები და მადლობას გიხდი გადაცემაში მოსვლისთვის. პირიქით მადლობა თქვენ. მზად ხარ რომ ესე იგი მე და შენ დავიწყოთ ახლა ნაცმოძრაობის მხილების ჯაშუშური და ძირგამომთხრელი საქმიანობა. აუცილებელია ეს ამბავი ყოველთვის ალბათ რაც დრო გადის უფრო მივიწყებას ეცემა ის პერიოდები და ის მდგომარეობა რაც ხდებოდა ჩვენ ქვეყანაში. თუ როგორ იყო მთელი სისტემა და სტრუქტურა პრეზიდენტიდან დაწყებული ქვედარგოლამდე ჩართული იმაში როგორ გაენადგურებინათ ადამიანი, როგორ აეძულებინათ ეღიარებინა არ ჩადენილი დანაშაული, როგორ უამრავი მაგალითია სხვერპლის, უამრავი მაგალითია ქონების წარქმევის და დღესაც ისინი კიდევ ცდილობენ მტკიცებას იმისა, რომ ეს ყველაფერი მოგონილია რეალობა არ იყო, მაგრამ სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ, ყველა ის ადამიანი, ვინც ეს ჯოჯოხეთი და ეს უსამართლობა გავიარეთ, ყოველთვის ფიქრობ, რომ უნდა ვისაუბროთ ამაზე და ყველგან უნდა თქვათ სათქმელი.
დავიწყოთ მაშინ თავიდან და თქვათ მიზეზი რის გამოც სააკაშვილის რეჟიმმა შეკერა და მოიფიქრა ესეთი ფანტასმაგორიული საქმე, თითქოს ქართველი ფოტორეპორტიორები, შენ და შენი მეგობრები იყავით უცხო ქვეყნის, კონკრეტულად კი, როგორც მაშინ ტრადიციად იყო ქცეული რუსეთის ფედერაციის ჯაშუშები. რა იყო ამის მთავარი მიზეზი და საფუძველი, გიორგი? ისთვის გაგიმეტეს რეალურად თქვენ? რეალურად ეხა პროცესები რო დასრულდა უკვე, სასამართლოები რო დასრულდა, ჩვენი გამამართლებელი ყველაფერი ნათელი გახდა, 26 მაისი იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ დავისაჯეთ. გამამართლებელი განაჩენები თქვენი დადგა უკვე რეჟიმის შეცვლის მერე. რა თქმა უნდა, რეჟიმის პერიოდში ბიძინა ივანიშვილი რო არ ყოფილიყო, მე მაგას ვამბობ და ყოველთვის ხაზგასის ვამბობ, რომ მათი მომრევი არავინ არ იყო იმ პერიოდში ოპოზიციაც არსებობდა, მაგრამ სრულად უძლური იყო და არაფერი ძალა არ გააჩნდათ მაგათ იმ რეჟიმის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ მილიონი მტკიცებულება იყო იმისა, თუ რამდენი ადამიანი მოკლეს, რამდენი გააუბედურეს, რაღაც ამ ადამიანმა გადადო თავი, შეძლო ეს ყველაფერი და დაამარცხა ეს უსამართლო რეჟიმი, რომელიც საკუთარ ერს და ხალხს ჩაგრავდა და აუბედურებდა და ანადგურებდა. 26 მაისი ახსენე. 26 მაისი იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებით გეტყვია, რომ მე ამ პროფესიაში ვარ 30 წელიწადზე მეტია. შეიძლება ვწდები ამ 32 ან 35 რაღაც ეგრე. ეხლა დარბევები და ამბები უამრავი ყოფილა, გადამიღია რეპორტაჟები, ის რაც 26 მაისს ხდებოდა, ეს დარბევა არ იყო, ეს დასჯა იყო. იმიტომ რომ ადამიანებს არ ქონდათ არც შესაძლებლობა იმისი, რომ თავი გაეღწიათ იმ მოედნიდან და ეს აშკარად ჩანდა შედეგით. იმ პერიოდში ყველა რეპორტერები, ვინც ვიყავი ჩვენ მოთავსებული, ნუ ეხ თავის თავცხადია, რომ გამოცხადდა, რომ დარბევა მოხდებოდა, დაშლა მოხდებოდა. თუ არ ვწდები იმ პარლამენტის შენობის წინ იდგნენ. კონკრეტულად არ იყო იქ ბევრი რაოდენობის ხო, დიდი მასაც არ იყო. დიდი მასა არ იყო და თავსმოწვემა იყო, აი რაღაც საშინელი რა, 26 მაისს. ჩვენი კოლეგები, ვინც იყვნენ ფოტორეპორტერები, უამრავ რეპორტერს ფოტოაპარატები გაუფუჭდა, დაუზიანდათ წყლის გამო, წვიმის გამო და ფიზიკურად ვერ შეძლეს გადაღება რაღაცეების. და ჩვენ უფრო გამოცდილი ადამიანი, აი რეპორტერი წლების განმავლობაში სწავლობს უამრავ რამეს, რა ის გამოცდილება თავის კვალსტოვებს იმისა, რომ აი რა არის მნიშვნელოვანი რომ გადაიღო, როგორი უნდა იყოს კადრი, როგორი მეტყველი უნდა იყოს და ასე შემდეგ. ჩვენ ველოდებოდით ყველაზე მთავარ ამბავს, როდესაც მოხდებოდა ამათი პოლიციელების და მომიტინგეების ერთად აი დაახლოება და შეტაკება და ძირითადი ნაკადი ეს ჩვენი კოლეგების ცოტა ახალგაზრდები ცოტა ადრე გავიდნენ და ზოგი იყო ისეთი პროფესიონალის, მაგრამ ვერ შეიკავა თავი და ადრე მოუწია დასვლა და შემდგომში გაუფუჭა. რატო ვახსენებ? ამას ვერ დაუბრუნდები ამ მომენტს. ეს არის როიტერის ერთ-ერთი ფოტორეპორტერი, რომელსაც პრობლემა შეექმნა სურათების, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ იღებდა აპარატურა, იმდენად გაუბედურდა წვიმაში, რომ ფიზიკურად ვერ შეძლო ვერაფრის გადაღება. აი საშინლესად, უსასტიკესად ცემდნენ ქალი, კაცი, დიდი, პატარა ბავშვი, მნიშვნელობა არ აქვს, ყველას თავები ჰქონდა დახეთქილი, საშინელი ცემატყება ატყდა. აი ამათ შესაძლებლობაც არ ჰქონდათ, რომ სადმე გაქცეულიყვნენ. ძირითადი ნაკადი იმდენად ალყაში ყავდათ ესენი თავიდანვე. აქეთ ხო ეხლა რომ მუზეუმი არის, მანდ იყო ღობე და დიდი ორმო იყო, თუ არ ვწდები, რამოდენიმე პიროვნება იმალებოდა
იგი ორმოში მან შენებლობის პროცესი მიდიოდა. შენებლობის პროცესი მიდიოდა. რამოდენიმე კი არის საკმაოდ და ამ მომიტინგეებს რომ გასასვლელი საშუალება არ ქონდათ, ყველა მიემართა პარლამენტის საფეხურების ზემოთ. აი იქ პატარა ის იყო კვადრატივით სივრცე. მან მოაქციეს და უმოწყალოცემეს საშინლად ცემდნენ რა მე დღემდე მახსოვს აი ქალბატონის შეშინებული თვალები რომელიც აი როგორ არის გამომწყრეულივით რო არის და რო იცის რა ახლა უნდა გაანადგურონ სიკვდილს რო უყურებს თვალებში სიკვდილს უყურებს თვალებში არც ერთი ადამიანი არ დაზოგეს მოხუცით დიდით მე რამოდენიმე პიროვნება ვინც გადავიღე ესეთი დასისხლიანებული და გაუბედურ მდგომარეობაში შეხვდა ფოტოზე ამოიცნო თავის თავში 7 ნოემბერსაც ვიწევდა გადაღება და ჩვენ რეპორტერები ვიყავით და ვაკეთებდით რეპორტაჟებს და შემდგომში უკვე რაღაცა მომენტში ეს გაზირის ამბავი რომ დაწყნარდა ეს ხალხით ნაცემი ძირს რუსთაველზე ეყარა ხელშეკრულები ზედ კიდევ ცემდნენ ამ ადამიანებს და აგინებდნენ რაღაც მომენტში ვიგრძენი რომ ეს პოლიციელები ძირითადად აძლევდნენ ჟურნალისტებს აი ვინც შემორჩა ადამიანები მან თუ გიორგი მამაცაშვილიც იყო ერთ-ერთი რომელიც გიორგი მამაცაშვილი იყო ბექასი მსივაძე იყო ჩვენები მაშინ ჟურნალისტები იყო თითქმის ყველა ჟურნალისტები ისე იმყოფებოდნენ ანუ აქციაზე ასრულებდნენ იმიტომ რომ ეხლა ნახე რა ხდება მეორე დღეს უნდა ყოფილიყო აღლომი და სოფლიო პრესის ბევრი წარმომადგენელი იყო ჩამოსული მათ შორის იყო ერთ-ერთი უკრაინელი რეპორტერი ეფრემ ლუკაცკი არის ესეთი რომელიც ჩვენ პროფესიაში და ჩვენ სახელოვანი კაცი არის რომელსაც ავღანეთი სირია ერაყი რა ვიცი ყველაფერი აქვს მოვლილი თუ რამე ომი ყოფილა და რა სადამ ჰუსეინის დაპატიმრებაც მაგის გადაღებული არის ზუსტად ის ოპერაცია და რაღაც აი არ ვიცი ხა ჩვენ პროფესიაში ეს ადამიანი იქნებოდა ასაკოვანია თან და მეტრი არის ერთ-ერთი ამ საქმის ძლიერი პიროვნება და მე შემეკითხა წარმოიდგინე ამ ადამიანმა როგორ მოვიქცევ პირველად აქ იყო აქციას იღებდა და ვერაფერი ვერ გადავიღეო წარმოიდგინე იმდენად შეშინდა ამ მდგომარეობით ამ სისხლით აი გაოგნებული მე მიყურებდა რომ რა გავაკეთო ერთადერთი მას რაც უთხარი რომ რუსულად არ უთხრა არაფერი ხა უკრაინელი ადამიანია შეიძლება რომ გააგებინოს ესაუბრე ინგლისურად მეთქი იმიტომ რომ ერთადერთი შანსი რომ ჩვენ გადავრჩეთ რაღაც თან ამ რუსთაველის გვერდზე ქონდათ ოფისი ამ Associated Press ეს არის ლუკაცკი იყო Associated Press-ის წარმომადგენელი და მეც ვეხმარებოდი აი სტრინგერის უშტატო კორესპონდენტების ამბავში. ანუ გიო, ბოდიში შენ მაშინ სამსახურებრივად მუშაობდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნახე როგორი სიტუაცია იყო საგარეო საქმეთა როგორც Associated Press-ის კორესპონდენტი, იმიტომ რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მე უკვე ნათქვამი მქონდა რომ მე მივიდიოდი 200 ლარი იყო ანაზღაურება თუ არ ვცდები. ნამდვილად მახსოვს რომ აი დაზღვევას რაც თქვია ჯანმრთელობის დაზღვევის თანხას ფარავდა ის ხელფასი მე არ მიწევდა იქ მისვლა უბრალოდ მირეკავდნენ რომ აი დღეს არის ამა და ამ დროს ხონიძიება მივდიოდი და ვაკეთებდი რეპორტაჟს იქვე უტოვებდი ფოტოებს და მივდიოდი და იმ პერიოდში მე უთხარი რომ აზრი არ აქვს ჩემ აქ ოფნასკო და პარალელურად ალიაშიც ალიასთანაც თანამშრომლობდი და გაზეთში მუშაობდი და კიდევ კარგი რომ მუშაობდი იმ პერიოდში გაზეთში, თორემ მე არ ვიცი ხა როგორ რა სიტუაცია იქნებოდა, ამას კიდევ დაუბრუნდები და ხაზგასმით ვით მოყვები ამბებს. მოკლედ ეფრემის ამბავს ვაგრძელებ ხა გამავრო გავაგრძელოთ. რაღაცა მომენტში როდესაც უკვე რაღაცა ნაწილი ჩვენ გადავიღეთ ამ ნაცემი დაყრილი რუსთაველზე ადამიანების რაღაცა მომენტში ეს ხალხი ყველა დაამწყრივეს. აი როგორც მას ჩაატარებ ადამიანებს ესე ხელში შეკრული დასისხლიანებული აქეთ-იქეთ პოლიციელები პლენის ტყვეთ ყოფნის მომენტი რო არის ტყვეები რო ყავს შეიარაღებული ადამიანები იქეთ დემონსტრაციულად ჩამოატარეს რუსთაველზე. ხა მე არ ვიცოდი ეგ ამბავი მე გავიგე საპატიმროში რომ
იქ რუსთაველზე ყავს გადაღებული ერთ-ერთი პიროვნება, ეგ საპატიმროში შევიტყვე მე ნიკა კვინტრაძე, რომელიც მეორე დღეს იპოვეს ამათმა სახურავზე ვითხოვ. აი ამ კოლონაში ეს ხალხი რომ არის დაძრული და რომ მიყავს, ერთ-ერთი პირველი დგას ეს ბიჭი ამ ფოტოებში. ეს არ ვიცოდი, საერთოდ ახლა წარმოდგენა არ შეხება მქონია, არც ვიცნობდი ამ ადამიანს და ერთადერთი მახსოვს რომ როდესაც ოფისთან ცდილობდით მისვლას, ანუ ეს კოლონა რო გადავიღეთ, მე ვიხდი რომ უკვე გადასაღები აღარაფერი არ არის თქო და მოვკიდე ხელი ეფრემს უთხარი რომ გავეცალოთ ახლა აქაურობას და პოლიციელების კორდონი დახვდა რა. ანუ ალყა იყო რამოდენიმე გაკეთებული. ოთხივე მხრიდან ალყა იყო. ხო, მაგრამ ამ ალყებსაც ხოდა როგორ იცი, აი ნუ პირველი ჯგუფი იყო, მერე მეორე ჯგუფი იყო და მერე მესამე ჯგუფი, აი რაღაც ისე იყო. ეშელონები. ხო, დაყოფილი ეს ყველაფერი და არ გვიშვებდნენ ოფისის მიმართულებით. და აუხსენი რომ ეს ადამიანი პიროვნება აქვე არის ოფისი სასტუმრო თბილისის გვერდზე იყო. ეგრე პირველი საფეხურზე რა, როგორც კი სრულდება. და ინგლისურად რო აუხსნა, ამან თან საბუთი აჩვენა და რაღაც ვიღაცებს გადასცეს რაციით. აღარ მახსოვს და გაგვატარეს. და ჩვენ ოფისში რო შევედით, კიდევ გვესმოდა ხმები ოფისთან, როგორც ებდნენ ხალხს. ანუ ვიღაცებმა მით უშველა თავს და გაეცალა იმას, მაგრამ ვერ მოახერა ბაგის ტერიტორია. ვიწრო ქუჩებში დაიჭირეს. იჭერდნენ ყველას და ყველას ცემდნენ უმოწყალე. ეფრემა მითხრა რომ მე ფოტოები ვერ გადავიღებ. საერთოდ ვერაფერი ვერ მომუშავეო. და თუ რამე სურათები გაქვსო მომეციო და ეს ფოტოები მოხდა საერთაშორისო მედიაში, სოფლიო წამყვან გაზეთებზე. მარტო ჩემი არა, კედენიძის ფოტოები იყო ძალზედ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მან არის როგორი მომენტი იცი, ეს ხელშეკრული ხალხი ძირს რო აგდია სისხლით. ანუ ეს პოლიციელები რო დასეირნობენ, ზოგი დასეირნებს, ზოგი კიდევ ცემს და რაღაცა ისეთ საჯირაკლის გადაღებული ყველაფერი გედენიძის ხო. იმიტომ რომ ის მაშინ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, სააკაშვილის პირველი ფოტოგრაფი იყო და თვითონ მოყვება მე მაგამდებს და უბრალოდ სმენულისთვის რო არ დაიბნეს, ანუ შენ ატომ არ გაქვს კადრები გადაღებული და ირაკლის რატო ვარ სიტყვა ხო და მაგრამ მოძრაობდა იმ სპეცრასთან ერთად იმ კოლონაში და იმიტომ მიუწვდებოდა ხელი ამ კადრებზე რა. ხო და მე უკვე პრინციპში ჩვენ დაავასრულეთ ყველაფერი, ეს ეფრემა იყო ძალიან აი გაოგნებული რომ ეგეთი რამე აი არაფერი მინახავს გავსიო რა. იო, მე არ უნდა ხელიდან გავუშვათ ჩვენ ის მომენტი რომ უფრო კარგად არ დავაკონკრეტოთ. ნიკა კვინტრაძე მშვიდობიანი მომიტინგე, რომელიც შემდეგ მეორე დღეს კიდევ ერთ მშვიდობიან მომიტინგესთან სულიკო ასათიანთან ერთად აღმოაჩინეს მეტრო თავისუფლების მოედანთან ჯიხურის სახურავზე და თქვეს რომ ესენი გადარბოდნენ ამ ჯიხურის სახურავზე და დენმა დაარქვა და დენის და მოკვდნენო სინამდვილეში რეალურად შენ გაქვს გადაღებული ეს კაცი როგორ მიყავთ ხელებს შეკრული როგორ საპატიმროში ხო ეს კადრები ხო დარჩა შემორჩა და შემდგომში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ არ ვცდები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო სწორედ ამ კადრების ზედაყრდნობით ექსპერტიზაც გააკეთა და დადასტურდა ოფიციალურად რომ ის კაცი რომელიც შენ გადაიღე და შენს კადრებში მოხვდა იყოს სწორედ ნიკა კვინტრაძე და ხელებს შეკრული პოლიციის მიერ შეპყრობილი და თან სასტიკად ნაცემი კაცი რომ იმათ ხელიდან ვერ დაუსწრდებოდა ვერ გაიქცეოდა და ჯიხურის სახურავზე ვერ აძვრებოდა ვერანაირად ამის დადასტურება და ამის მტკიცებულება ის შენი გადაღებული აი ეხა პატარა რაღაცას მოყვები დეტალს რა მაყურებელის დაფიქრდება ამაზე ეხა წარმოიდგინე ჩიტაძის ქუჩა კი ბატონო ჩიტაძის ქუჩის დასაწყისიდან აი იმ ჯიხურამდე დაახლოებით ალბათ 50-60 მეტრი არის ხო კი მეტი თუ არა კი აი ჩიტაძის ქუჩიდან იყო გადაკეტილი აი ჩიტაძის ჩაყოლებაში იქ რაღაცა ტროსი იყო გაფული და მე ამათმა გადაჭრეს ეს რკინის ტროსი სპეცნაზმა და იქეთა მხრიდან ანუ ფიზიკურად ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებდა ამ კორდონის გარღვევას რეალურად თუ შეხედო სურათს ეგეთი მგონია თან ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რა იყო იცი ეს ალბათ ანუ მერაბიშვილის მეთოდი იყო თუ რაღაც ჩვენ შევნიშნეთ პარლამენტის სახურავზე ოპერატორები ვიღაც
ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს, ამ სპეცოპერაციას იღებდნენ თუ აკვირდებოდნენ და მე რაც იდგადაცემდნენ რაღაცეებს. აი ჟურნალისტების თემას მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იმ სახურავიდან კარნახობდა, ვინც ადიდგა ოპერატორი თუ ჟურნალისტი და ვისაც უნდა მისულიყვნენ და შეეპყროთ და დაეჭირათ და იმიტომ რომ მეორე დღეს აღლუმზე უკვე როდესაც ეს 26 მაისი ტარდებოდა, რამოდენიმე რეპორტერი იყო ხელშეხვეული, მოტეხილობები ჰქონდა, აპარატურა დაამტრიეს, უცხოურ პრესის წარმომადგენლებს გულისხმობ. მე არ ვსაუბრობ საქართველოს კიდე სხვა ამბავია, მაგრამ იმათ წარმომადგენლები, ვინც იყვნენ იმ დღეს. აი შემთხვევით აღმოჩნდა სპეციალურად მოვიდნენ რეპორტაჟზე, უამრავი ადამიანი იყო ნაცემი. ყველა ნაცემი იყო აბსოლუტურად. ანუ უცხოელი ჟურნალისტები იყვნენ ნაცემები. მათ შორის, ხო და აი რაღაცა მომენტში, აი რაღაც მომენტმა ჩვენ გადაგვარჩინა და გადავრჩით ამ ეფრემის წყალობით, რომ არ მოვყევით ამ ემოში. ეს მოხდა საერთაშორისო პრესაში. ეხლა რაც შეეხება 26 მაისს, რატო გაჟღერდა ეს? მე შემდგომში უკვე საპატიმრო რო დავტოვე, ერთ-ერთი ჟურნალისტი, უცხოური პრესის წარმომადგენელი მეუბნებოდა, რომ ამ ფოტოებმა გამოიწვია ძალიან დიდი რეზონანსი საერთაშორისო მედიაში. და ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია იმან, რომ ეს ხელშეკრული, ანუ როგორი რაღაცა, იცი, ვალდებულება იცვლება პოლიციელს. როდესაც დაპატიმრების, დაკავების პერიოდში ხელბორტილებს დაადევს, პირველ თვის წინააღმდეგობას როცა არ უწევს. ხო, და ამასობაში ან დაშავებული ან რაღაცა ვალდებულია, რომ სასწრაფო გამოიძახოს. ეხლა ფილმებშიც აგვაქვს ეს ნანახი და საერთაშორისო ემებში ყველგან ეგრე არის წესად მიღებული, როცა ბორკილებს დაადევს და უკვე შესრულებული აქვს თავის მოვალეობა, თუ ამ ადამიანს ესაჭიროება სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოს. და რეზონანსი გამოიწვია იმან, რომ ეს პოლიციელები დადიოდნენ და კიდევ წემდნენ ამ დასისხლიანებულ მომიტინგეებს. ამან გამოიწვია რეზონანსი, თორე დარბევები შეიძლება მაგაზე უფრო ფართო მასშტაბიანი და უფრო ესეთი ძიმე ფორმის იყოს, მაგრამ ეს თვითონ ევროპაში არ უყვით დარბევები. ხო და აი გამოიწვია ამან, რომ ეს ხელშეკრული დაგდებული ადამიანები, დასისხლიანებული ამ ფოტოებზე მე იხილავს ადამიანები მაყურებელი თუ რა მდგომარეობა იყო, სუნი იდგა, სისხლის სუნი იდგა რუსთაველს. ხო და ბარამიძე იყო, ბოდიში პაპატია. ხო და ეს ჟურნალისტი გვიყვებოდა, რომ ბარამიძე იყო, რატო მოხდა ჩვენი დაპატიმრება. ბარამიძე იყო უცხოეთშიო, ჩასული რომელიღაც შეხვედრაზე, სადაც ეს 26 მაისის ფოტოები აჩვენეს, დაულაგეს წინ და ეს რა გააკეთეს, რაღაც მოკლედ რბილად რო ვთქვა, საუბარია გიორგი ბარამიძეზე. გიორგი ბარამიძეზე საყვედური კუთხა, ხო. სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში. ბარამიძე იყო ყოველთვის ბარამიძე. მაგრამ მაგას სხვა სახელით მიმართავდა მიშა, ეხლა მე ვიცი და მაგის დაცვის უფროსმაც იცის. რა სახელი? ადავა მიშა თუ მიმართავდა შენ რატო არა სახელით? ანუ ერთ სახელი ერქვა ყველას. თუ ცენზურა უბრალოდ დაცვა, ცენზურა არ არის პრობლემა. სამასოიან სახელზე რა თქმა უნდა და მე დაცვა კითხავდა ვინ გულისხმო. ამ მომენტის შემსწრევარ მე თვითონ. როგორ დაუძახა? ხო. ის არ შემოვიდეს, გამიგე? ერთ-ერთ ღონისძიებაზე. და მე დაცვა იდგა გარეთ და ფიქრო რომელი გულისხმო და გამოაღო ესევ კარები მიშამ და უთხრა ბარამიძეს გულისხმობდა და გამოიხურა. ასაგერია. ანუ ხვდები დამოკიდებულებას მაგას შორის, მაგრამ ბარამიძესთან ხო და ბარამიძე ეს სურათებიო რო ნახაოს ყველაფერი მივიდა მიშასთან, ამას მიყვებოდა კორესპონდენტი ერთ-ერთი, რომელიც ადრე მუშაობდა უცხოურ პრესასთან და ამ მაშინდელ მთავრობასთან რაღაც ზოგადი შეხებაც ჰქონდა და ქართველი ჟურნალისტი, რომელიც საკმაოდ ძლიერი პროფესიონალი და გამოცდილი ქალბატონი იყო, უმაღლესი ჟურნალისტი და მიშამ როდესაც იხილა ეს ფოტოები, ძალება გასცა რომ ვინც იმ დღეს იყო, ყველა დაიჭირეთ. ვინც იღებდა? ვინც ეს ფოტოები გადაიღო და ვინ იყო და უთხრეს იქ სახელები, იმიტომ რომ ყველა ფოტოს აწერია სახელი და გვარი. ავტორი. ერთადერთი ფოტოები, რომელზეც არ ეწერა, იყო გედენიძის ფოტოები. იმიტომ რომ გედენიძეს აი მე რაც მოვყვები და თქვი რომ დავბრუნდებით როიტერის
ჟურნალისტმა უთხრა რომ ფიზიკურად ვერაფრის გადაღება ვერ შევძელი და თუ რამე კადრები გაქვსო მომეცე და ყველაზე რთული და მძიმე კადრები და მნიშვნელოვანი კადრები აღმოჩნდა ირაკლის გადაღებული რადგან მათ ჰქონდა ანუ ირაკლი უბრალოდ კოლეგიალურად აჩუქა ეს ფოტოები იმ არა ნუ მან იყო როგორ იცი ესეთი წესი იყო როდესაც ყიდულობდნენ ამ ფოტოებს და რაღაცა გარკვეულ ჰონორარს მიიღებდა რაღაცა საფასურს ღებულობდა ამ ფოტოებთან მიმართებაში ხო და მოკლედ აი ეს ისტორია არის 26 მაისს რაც შეეხება ეხლა რაც შეეხება დაპატიმრებას ეს მოხდა ჩემ მეუღლის დაბადების დღეზე 7/7 მე-7 თვის 7 რიცხვში მეუღლის დაბადების დღე იყო მე ვიმყოფებოდი ტელევიზიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიაზე მქონდა პატარა ოფისი სადაც მუშაობდი ხან ქორწილებს ვაკეთებდი ხან იღებდი ქორწილებს და სხვადასხვა ღონისძიებებს სხვადასხვა ღონისძიებებს და აბა 200 ლაიანი ხელფასით საგარეო საქმეთა სამინისტროში როგორ უნდა გეცხოვრო ეს არის მოკლედ გვიან დავბრუნდი ბავშვს დაურეკე უთხარი რომ შვილო მე უთხარი მაგვიანდება მოსვლა არ დაიძინო და დედას ერთად მიულოცოთ დაბადების ბავშვი იყო არასრულწლოვანი მაშინ ბავშვი იყო არ მახსოვს 13 თუ 14 არასრულწლოვანი იყო ესე მახსოვს ხო და გვიან მოვედი ღამის 3 საათზე სახლში ავედი ზემოთ გავაღვიძეთ მეუღლის დაბადების დღე მიულოცეთ რაღაცა ვისაუბრეთ და დავიშალეთ ოთახებში კარზე მესმის ხმა ზარის ხმა და ჭუჭულდანაში რო გავიხედე ხა ღამის 3 საათზე დავიცე თუ მეგობარი მოდის დამირეკავდა და მეტყოდა რომ მოვდივარ და რაღაცა მაგრამ ის სილუეტით შევამჩნია რომ რაღაც გაბარიტებით ერთ-ერთ ჩემ უბნევ მეგობარს გავდა რომ მივაძახე სახელი შენახარმეთი და კი მე ვარო და რო გავაღე კარი დაახლოებით 1-30 კაცი შემომივარდა სახლში. რა თქმა უნდა, ყველა იმიტომ რომ მეც ახლა ისე ვიყავი ღამე ავდექი და ხო, გასაგებია. მოცული მქონდა რაღაც სუბუქაზე გოგავახე კარი და რო შემოვარდე საძინებლის მიმართულებით წავედი რა ხდება მე ჯერ თავიდან რო შევეკითხე რა ხდება პოლიციიდან ავართო და თქვენთან საპატიმრებლად ვართ მოსულიო და ოჯახის წევრები ყველა გამოიყვანე ოთახში და შევდიოდი რომ ჩამეცვა შარვალი და და ესე ჩემო საძინებელში რომ მივარდები მეთქი მაცადი ჩავიცვა გამოვდივარ ხო ხედავ პოლიცია იყო თუ კონსტიტუციური საფრთხეები ნუ ესე კუდი ახალაიას უწყება ხო და შემოვარდნენ ისინი მოკლედ დაიწყეს ჩხრეკა რა პირველი რაც გამოაცხადეს რომ ძვირფასეულობა ფული თუ რამე გაქვთ აგერო ოთახის წინში დატოვეთ ოჯახის წევრების გამოვიდნენ ამ ჩოჩქოლზე და ხმაურზე ბავშვს ეძინა გაუგნებულები ვიყავით ყველა რომ რა ხდება რაღაცა გიო მე მახსოვს ერთხელ შენი ნათქვამი რომ ერთი გაფიქრება ესეც კი გავიფიქრე რომ რამე ფარული კამერა ხო არ არისო იმის რა არა ეგ უთხარი მაგათ პირდაპირ რომ ამე გადაობა ხო არ არის რაღაცა ის ხო არ არის არაო ყველაფერი სერიოზულად მორკილები დამადეს ბრძალი წამიკითხეს ოჯახის წევრებს უთხრეს რომ დაეტოვებინათ ოთახი და მე შემოუშვეს და თქვენ ბრალი გედება სამშობლოს ღალატში და რაღაცა ნუ მე ვფიქრე რომ სამშობლოს რაღაცა იდიოტობას აქვს საქმე თქო რა ანუ აი ვერ გავიდა ჩემამდე რომ რაღაც აი რა უნდა ყოფილიყო რა ადამიანს რომელიც არ ვიცი ანუ დაიწყეს ჩხრეკა ოთახებში დაიწყეს მე სახში კომპიუტერი და რამე არ მქონდა ჩემი იმიტომ რომ იმ ტელევიზიის ტერიტორიაზე ვინახავდი ყველაფერს ჩემსაც იმიტომ რომ წარმოიდგინე მთელი დღის განმავლობაში რომ მუშაობ სახში დასვენება მინდოდა და ოჯახის წევრებთან ყოფნა და აქედან გამომდინარე საკუთარ სახში არაფერი ანუ აპარატურაც კი რაც მქონდა მეორე დღეს უნდა წავსულიყავი რაღაც ნატოს სამიტი თუ რაღაცა იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმომადგენლები უნდა ყოფილიყო ნატოს ღონისძიება მქონდა მანამდე გადაღებული და უნდა ჩამებარებინა ის ფოტოები და საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის უნდა გადაგვეღოთ სამიტის რაღაც ძალიან ბევრი დიდი ფოტო ანუ მემოქმედობაში ხალხმრავალი რაღაც ოფიციალური პროტოკოლური ფოტო უნდა გადაგებო პროტოკოლური ფოტო უნდა გადავიღო და
ტელეფონები ჩამოგვართვეს, ყველაფერი ჩამოგვართვეს. ამ დისკების პერიოდში, როდესაც რაღაცეები გამოქონდათ, შევნიშნე, რომ ერთმანეთს ზედმეტი მოძრაობა გააკეთა რაღაცა, აი თითქოს ამოიღო და ჩადო იქ. ანუ კი უბიდან. თითქოს თუთ მართლა ჩადო. არა, დავინახე, რომ რაღაცა მოძრაობა გააკეთა, აიღო რაღაცა დისკივით, ჩადო ამ საერთო იმაში, მაგრამ არ გააპროტესტე ეს ამ მაშინ. იცი რა არის, სიმართლე რო გითხრა, ნუ იმდენად საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, რომ სრული იდიოტი რა ჯანდაბა უნდა ჩაედო ხა მაგას, რაც უნდა ჩაედო, ბავშვი დისკები არის. ეგ ბავშვი სათამაშო რაღაც Game Boy-ის თუ რაღაც სათამაშო დისკები აიღეს, ჩემი სიმამრის დისკები აიღეს, რომელიც გეოგრაფი იყო. თან იმდენად აბსურდული სიტუაცია იყო, რომ ეს დაახლოებით გრძელდებოდა ეს ჩხრეკის ამბავი 2 საათი, ალბათ 3 საათი, დაახლოებით ჩემი სიმამრის ბიბლიოთეკაში რო შევიდნენ, ერთმა მეორეს უსაყვედური შენ არ გაგიჟდი, იმიტომ წიგნები ჭერზე არ მაგდებოდა წიგნები და სულ ხო წარმოგიდგენია მთელი სივრცე, აი ეს ლაბირინთივით ქონდა გაკეთებული წიგნები და რომ თავის სამუშაო მაგიდამდე მისულიყო. ხო ჩვენ ამის ჩხრეკა რომ დავიწყოთ ეხლა გაანებელ თავი მოგვარებული გვაქვს უკვე. მაგდენი წიგნები ცხოვრებაში პირველად ნახეს ალბათ. ხო და აქო ხო იცი ხო ამას მოუნდებით ორი თვე მაგის დათვალიერებას და რაღაცა ამნებო თავი ხო უკვე დროზე დავიყვანოთ. და ხო გამთენი ისას იყო უკვე მე როდესაც ჩამიყვანეს ქვემოთ მანქანასთან მეუღლე გავაფრთხილე რომ დაერეკა ირაკლი ვეკოა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის წარმომადგენელი, რომ მე ფიზიკურად ვერ შევდივდი მისვლა ესეთი ამ ფოტოს გადასაღებად, მაგათ სურათის გადასაღებად და აუცილებლად გაეგებდნენ ალიასთვის ეს მდგომარეობა ჩემი. მანქანაში რო ჩაგვსვეს, ნუ დაიწყეს გინება, აი ტარტყმევება რაღაცა ეგეთი, ხო იცი რაზე დაგიჭირა, ვიცი, უთხარი რაღაც აბსურდი არის და რაღაც იდიოტობა არის მე. ეს მანქანაში გეუბნებიან? მანქანაში ხელბურკილები გამიკეთეს უკან და მეუბნები რომ წინა მხარეს გამიკეთეთ მეთქი რა, იმიტომ რომ ხა ადამიანი ხო ხარ, შემოწუხებელი იყო ეს უკანა მხარეს ბურკილები და თან ერთმანეთს ეშაგერებე გასაღები დაგვეკარგა და რაღაც აი დამცინავად მიგვიყანეს. გასაღები მართლა დაკარგული ქონდათ მაგათ ერთი ადგილის გასაღები, მაგრამ ალბათ ხელბურკილის გასაღებს გულისხმობდნენ. მოდულის შენობასთან რომ მიგვიყანეს მანქანაში ვარ ჯერ არ გადავყავთ, რაც კი მოვიყვანეთ, რაღაც ერთმანეთს ეუბნებიან, კი მოვიყვანეთ ეს, ისინიც აქ არიან, ისინი მივხვდი მან, რომ მარტო მე არ ვიყავი, ოღონდ ისინი ვინ არიან, მაგას ვერ ხვდებოდი. წარმოდგენა არ მქონდა მაგასთან დაკავშირებით, რომ ვინ იქნებოდა და მოდულის შენობაში, ანუ კუდის შენობაში მივიყვანეს, გიო, პირდაპირ? ხო, პირდაპირ მან მივიყვანეს. ხო და რო შეგვიყვანეს იქ ჯერ ზემოთ ყავდით რაღაცა რამოდენიმე საათი დამცინავად რაღაცა ისეთი აი ესეთ დამოკიდებულება იყო თითქოს აი არ ვიცი რა ადამიანები რაღაც მოიყვანა ისეთი რომელიც უნდა აუბედო განადგურო და რაღაც დამცინავად როგორ არიცი ხე შენ რაზე ხარ დაჭერილი და რა სისულელეა და რაღაცე ყველა დაგიჭირეთ ყველას ისე გიგენი და ასე გიზამთ იმას გიზამთ ამას გიზამთ რაღაცა და იმდენად ხვდები შენ თვითონაც რომ იმდენად აბსურდული რაღაცა ხდება რომ ჯერ ვერ ვალაგებ ვერ ხვდები რა მოხდა საერთო ჯამში და მე ქვემო ჩავყავდით იქ რაღაც ისენია მოხსები და ქალბატონი ეუბნება რომ ესეც თუ ნაცემიაო იქ თან იყო ალბათ რომელიც ამოწმებდა ამ ადამიანს რომ მე შემომწმე ესეც თუ ნაცემია იწოდი ჩავწერო შანსი არ არის არ დავმალავ არ დავაფარებ ეს იმიტომ რომ მე მივხვდი რომ ეს წინები ვინც მოიყვანეს ესე მაგარი ნაცემები იყვნენ რა ესენი და ერთი ეუბნება მე მეორე რაღაც კარადა გამოაღო ეს ელექტროშოკებიო მუშაობს მე რა ვიცი ამაზე შეამოწმეო რა პრობლემა არისო და იღებს ელექტროშოკს და მამადებს რა ეს რას აკეთებს მე უთხარი ადამიანი რაც მირჩე რისთვის თქვენ ადამიანები არ ხართ თქვენ ამას გიზავთ თქვენ იმას გიზავთ ვაგინებენ რა ვიცი ძალიან ისე ვიყავით და შემიყვანეს საკანში იყო 4 პატიმარი ხო და რაღაცა ერთმანეთში მოვიდათ კამათი აი ამ
საკანში სად იქვე მოდულის შენობაში, მაგრამ სანამ შემიყვანდნენ, მანამდე მოვიდათ კამათი ერთმანეთთან ამ ქალბატონს და მამაკაცი იყო ვიღაცა, რომელიც აპროტესტებდა იმას, რომ ეს ნაცემები არიანო რა და არისო. ანუ გამოდის რომ ნაცემები იყვნენ სხვა ფოტორეპორტიორები. სხვა ფოტორეპორტიორები. 4 კაცი დახვდა საკანში, ერთი მკვლელობაზე ის და ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ამბობდა რომ 7 წელი მოცულობდა იატაკზე ქონდა აჩოქილი რა ქვია, ეგრეთ წოდებულ რეშოტკაზე ჯვარი იყო გამოსახული და დაბადების დღეზე ჯგუფი მომივიდა მეგობართანო და დანადავარტყიო და დაიღუპაო და ერთი ეკონომიურ დანაშაულზე იჯდა, რომელიც ამბობდა რომ 3 წელი და ერთი იყო ნარკოტიკების თემაზე აზერბაიჯანელი. ეს აზერბაიჯანელი მე შეხვდა გდანის ციხეში. და ეს აზერბაიჯანელიც რაღაც ისე იყო მშვიდად ავიდან არაფერი და ნუ ერთმანეთს ეკითხება შერაზეზე ხარ, ჩემი ჯერი რომ დადგა შერაზე სურათს გადაღებაზე მეთქიდა. რამდენს ახლა მუხლი რომ მითხრეს და ერთი 20 წელი მაქციდან ვერ გამოხვალო შენ თუ გამოხვედი საერთოდ ცოცხალიო. შანსი არ აქვს არანაირიო და ახლა მე შემეკითხა რაზე ხარ სურათს გადაღებ რამდენს გადა 20 რა გადაიღე ამისანა კაცი მოკლა 7 წელს აძლევენა და შენ 20 წელი მთელი ღამის განმავლობაში არ გაჩერდა ქალის ხმა, რომელიც კიოდა მთელი ღამის განმავლობაში მანდ მოდულში. ქალი პატიმარი? არ ვიცით. მთელი მოთქვამდა, ტიროდა რაღაცა ის საშინელი ხმებით რა. მთელი ღამე ისმოდა არ გაჩერებულა. შეიძლება ჩანაწერი იყო, შეიძლება მართლა ვიღაცა პატიმარი იყო, შეიძლება არ ვიცი, მაგრამ ნუ ეს ხმა იყო 24 საათის განმავლობაში მან ჩართული. და რაღაც მომენტში კართან მივედი და ის ჭუჭულტანა რო არის ოდნავ გავწი ესე მაინტერესებდა რომ რა ხდებოდა იქ აი დამენახა ოდნავ და დავინახე ნათია გედენიც ამ ჭუჭულტანაში რაღაც გაფიქრებული სახით იყო რაღაც მეთქი ამას რაღაც ეჭოდენ მეთქი აი ჩვენ კაცები ვარ და რაღაც მივხვდი რომ ირაკლიც არის დაჭრილი და რა ირაკლის მეუღლეა ნათია ვინც არის ნათია გედენიძე ხოდა ნუ არაფერი დილით გათენდა, შემოვიდა ორი პიროვნება, რომელმაც მითხეს რომ ჩვენა ვართ ადვოკატებიო, შენიო, საიდან ახლა თუ უთხარი ალიამ აგიყვანა ადვოკატებიო, ჩვენა ვართ შენი ადვოკატებიო და გითხარიო ამე დანაშაული რამე ხო არა მეუთხარა სისულელე და რა ხდება მეთქი ამიხსენით. დაჭერილია შენი კოლეგებიო, შახიო, შენო, დედენიძეები და ზურა კურციკიძე. ამ ბრალდებით. ჯაშობის ბრალდებით. ხოდა რომ მე ვუთხარ, ნუ აბსურდია რაღაც სისულელეა, არ ვიცი რატო გააკეთეს ეგ ამბავი და რაც გვეჭოდნენ საერთოდ ვერ ხვდები თქო. ხოდა მოკლედ აი ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ეს ამბავი რომ თავის დროზე, იმიტომ რომ ყველა გაოგნებული იყო. უცებ ახლა ეხლა მან არის როგორი სიტუაცია იცი კურციკიძე მუშაობდა ეპა ევროპის პრეს-ფოტოს აგენტოში გედენიძეს რადგან როიტერთან ჰქონდა შეხება და როიტერის წარმომადგენელი აი საერთოდ 4 Associated Press-ის ევროპის ფოტოს აგენტოს და როიტერის ფოტოგრაფები დაიჭირეს აი ესე გაჟღერდა ეს ამბავი 4 დასავლეთის 4 წამყვანი სააგენტოს სოფლიოში ვეთ სააგენტო არსებობს. წამყვანი არაშტატიანი კორესპონდენტები დაიჭირეს ამათმა. ეს წავიდა საერთაშორისო მედიაში ეგრევე. გავცელდა ეს ამბავი და ატყდა ერთი ამბავი. შახი გამოუშვეს იმავე მეორე დღეს გამთენიისას, თან გააფრთხილეს რომ წინ ჟურნალისტები ან მთელი პრესა გამოვიდა. აბსოლუტურად ყველა გამოვიდა და გარეთ ვიდექით გიო ყოველ დღე. ხო და ეს ხო აი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის იყო რომ გიორგი ბრეგვაძე მაშინ ალიას რედაქტორს ვარევაში კაცა და არ გამოსულიყო პროტესტით ამ ამბავს იმიტომ რომ შენი სამსახური დაგიდგა ვაშკაცურა ძალიან მაგრად დამიდგა ძალიან მაგრად ისინი რო არ ყოფილიყო ჩვენ დამხოცავდნენ ისე როგორც თეთრაძე და როგორც ხვები და სამწუხაროდ ამ ყველაფერს კიდე შეეწირა უამრავი ადამიანი და მეორე დღეს სასამართლო პროცესზე რომ მივყავდით მე იმ დღესვე გამოაცხადე შიმშილობა
აი დაპატიმრებიდან იქვე გავუცხადე მაგათ რომ მე ვაცხადებ შიმშილობას. ახსოვს ერთ-ერთ შენი ნათქვამი რომ მივყავდით გლდანის ციხისკენ ერთმა მითხრა რომ ეს გზა კარგად დაიმახსოვრა რომ მაგა არ მისულა ჯერ მაგ მომენტამდე და სასამართლო პროცესზე რომ მიგვიყვანეს ცალ-ცალკე მიგვიყვან პირველად შევხვდით იქ ერთმანეთს. იქ შევიტყვე უკვე რომ რაღაცა საპროცესო შეთანხმება უკვე ჰქონდათ ნათია გედენიძესთან რომელიც ანუ ცოლი და ქმარი დააპატიმრეს ორი არასრულწლოვანი და ამოტყოფი დედა დატოვეს სახლში. ეს ორი ვანიკო შლამოვს ჰქონდა გადაღებული მე მგონი ძალიან ისეთი ფოტო რა ეს ბავშვები იყვნენ მოდულის შენობასთან დედამის ალაპარაკებდნენ ანუ გალიაში ანუ სარდაფში იყო დედამისი და ეს ქვემოთ ხო არის ეს პატარა საშუალება იმის დედამის ცხოვრიდან გარედან ხო გარედან ესაუბრებოდნენ დედას ეს არასრულწლოვანი სარდაფის პატარა ხო პატარები დედას მან შევიტყვეთ რომ გედენიძეებმა რაღაც ჩვენება მისცეს თითქოს იმიტომ რომ ირაკლი იყო ძალიან გაუბედურწუტირო და არ გაჩერებულა რა და ირაკლის რომ ეუბნებოდი ირაკლი რა ხდება მეთქი რა ეხლა ხვდები რომ მეუღლესთან ერთად არის დაპატიმრებული რა მდგომარეობა არის ახლა გზაში თან იმას ვფიქრობ რომ რაღაც ძალიან დიდი უსამართლობა ხდება ჩვენ თავს რა იმიტომ რომ ამ ზურას რო უყურებდი გაოგნებული სახით მიყურებდა რომ რას გვერჩიანო რა თან გზაშიც ცემა იქ სასაფლაოზე აიყვანეს ამოათხრევინეს საფლავი ცემეს იმიტირებული დახვრეტა მოუწყვეს და რაღაც ძალიან საშინელებები ჩაუტარეს ამ ადამიანებს ამიგი ხო და სასამართლო პროცესზე მოსამართლეს რო უთხარით რომ ჩვენ ვართ უდანაშაულო და საპატიმროში ნუ გაგვიშვებთ და მივძი ჩვენი სიმართლის მე შიმშილობ მეთქი ის შიმშილეთ ახლა ამას როგორც ჩანს ეგო არაფერს არ უშველისო და გაგვიშვა გლდანის ციხეში გლდანის ციხეში რომ მივყავდით გზაში ერთ-ერთი მეუბნება თან გზაში ახლა ესე არ მიდიხარ გაგინებენ შეურაცხყოფას გაყენებენ თქვენ ისეთებო თქვენ ასეთებო რაღაცებს რა გინდოდა 26 მაისს და აი პირდაპირ ტექსტით მიდის უკვე ამბები რა ხო და ესე იგი გრომივედით ერთ-ერთი მეუბნება გზაში რომ ეს გზა კარგად დაიმახსოვრე ბოლოჯერ ხედავ შენ ცხოვრებაში არის ბოლო თუ გამოხვედი ციხიდან 20 წლის მერეო თუ არა და აი ეს არის ბოლო რაცა შენ ხედავ მაგრამ ცოცხლიდან შენ რო გამოხვედი შანსი არ არის და შეგვიყვანეს გლდანის ციხეში და ეს გლდანის ციხეში რო შედიხარ აი როგორი რაღაცა იყო ეს ციხე არ იყო კონცლაგერი იყო ჩვეულებრივი კონცლაგერი იყო სადაც ადამიანს ანადგურებდნენ ფიზიკურადაც ფსიქოლოგიურადაც დამოკიდებულება იყო რაღაცა ის შევდივართ დიდი სივრცე იყო ეს ადამიანები ვინც რაღაცეებს წერდნენ და ეს პატიმრები მიდიოდნენ თან ზოგს ურტყამე ნუ გინებაზე და იმაზე აღარა მაქვს საუბარი და რომ მივედი ეს მეკითხება სახელი გვარი რაღაცას ავსებს იქ რა ზურა ციხარის და ბიჭები ჩემი კოლეგები მოკლედ აქ არიან მე ირაკლი და ზურა ვართ და ერთად ხო და ეს თავით არ ამოუწევია გვარი სახელი პროფესია და ჟურნალისტი მეთქი და ჟურნალისტია და ამოიხედა ზემო და რაღაცა მიაძახა იქეთ მე ამათმა გაიყვანეს იქ ჯერ რაღაც ბუტები დაიწყეს ერთმანეთში და ანუ ჩვენ არ გაგვიყვანეს კარანტინში ეგრეთ წოდებულში სადაც იყო ეს ცემატყეპა და თელეამბები ყო ჩვეულებრივი რიტუალი იყო მისალმების და დამშვიდობების რიტუალი იყო რომ ამ იმაში იყო შეგვიყვანეს ეგრეთ წოდებულ ფუქსებში მეტრაზე ახლა რომ წარმოიდგინოთ საკანი მეტრაზეა ჟანგბადი არ არის ვერ სუნთქავ ფეხზე რო დგახარ ვერ სუნთქავ იწექი იატაკზე რო გესუნთქა ჰაერი რო შემოსულიყო გალიასთან ახარ ახლოში და ვხედავ ჩემ მოპირდაპირ მხარეს ჩემ კოლეგას ზურას კარგად დავაკონკრეტოთ ანუ მარტო იყავი ამ ფუქს ამ მეტრაში ხო ერთი ადამიანი ხარ და ვერ სუნთქავ თუ დგახარ ფიზიკურად ვერ სუნთქავ იმდენად მძიმე მდგომარეობა რა ანუ ძირს მოგიწია დაწოლა რომ იატაკზე წვები
რომ ჟანგბადი მოვიდეს. ხო. არ მოიდგინე ჟანგბადი რომ ზემოთ რომ სიმხურვალეც არის, ჯერ ყარს საშინელი სუნი დგას. და იატაკზე წეხა რა, რომ ჟანგბადი იატაკზე ხრიჭო იყო ალბათ რაღაც. არა, ეს გალია ჩვეულებრივი. გისოსი კი. ჩვეულებრივი გისოსია, მაგრამ ხო, ქვემოთ რომ ხარ ჟანგბადი ზემოთ გაიშვიათებულია ჰაერი და ხაგასა. ვერ სუნთქავ ფიზიკურად ვერ სუნთქავ, ესეთი მდგომარეობა ხედავს ზურას მოპირდაპირ მხარეს. გვერდზე არის ირაკლი, რომლის ხმები მესმის. ირაკლის მოპირდაპირ მხარეს არის პატიმარი, რომელიც ისიც იატაკზე ზის. გარეთ აქვს ხელები გამოყოფილი. ეს და გარეთ აქვს ხელბორკილები გაკეთებული გარედან რომ ვერ ადგეს. ზის დასისხლიანებული, რაღაცა მაისურია გადაფარებული და აი რაღაც საშინელ მდგომარეობაში არის რა. ამათი ხმები იდე და მუნჯურად ვესაუბრები ამ ჩემ კოლეგას. ერთ-ერთის ხელით მანიშნებს რაღაცას. ვერ მივხვდი თავიდან თავს ჩამოვიჭრე მე ესე ვიფიქრე და რაღაც თურმე მე შევიტყვე რომ თვითმკვლელობის ცრეობა ქონდა მოდულის შენობაში. ისე დღეში ჩააგდეს ეს ადამიანი რომ ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და მერეს თან როგორ სადა თვითმკვლელობა რა ფორმით? ვიცი. შარვლიც ჩამოგჭობაცა და იქ შიგნით ჩამოეკიდა და მე ჩამოხსნეს ამათმა რა თვითონ შეუვარდა იმიტომ რომ საკუთარი შარვლით ჩამოეკიდა თავი? თავი ჩამოეკიდა იქ რა. წარმოიდგინე რა წნახის ქვეშ. ნუ აი კატასტროფული მდგომარეობა იყო რა და ვიღაცები დადიან თან გვაგინებენ რაღაცა შუალედში მე გამოგვიყვანეს იქა და შენ შიმშილობო მეუნება ერთ-ერთი და კი მეთქი მე შიმშილობო და მაგდრ ზურამაც მომაძახა რომ მეც ვიშიმშილობ შენ ვერ შიმშილობ მე უთხარ დიაბეტიანი ადამიანი ხარ და შეიძლება ცუდი შედეგით დასრულდეს ეს ყველაფერი. შიმშილე კაცო გინებით და ამბებით. ხო და ეს ციხის თანამშრომელი იყო ვინც ამას გაუგო. ციხის თანამშრომელი იყო ხო ერთ-ერთი მერე შემდგომში უკვე რაღაცა პერიოდის მერე უკვე გამთენი ისას არის თუ მეორე უკვე როგორ ახალი ცი აი ორი ღამე არ გზინებია რა ესე იმაში ხარ გურუში გაგვანაწილეს საკნებში მე გამიშვეს ნარკომანებთან და ჩვენთან იყო ერთ-ერთი პატიმარი არ ვიცი თუ ისად არის და როგორ არის რა ხო და რამდენი კაცი იყავით საკანში? ორნი ვიყავით ჩვენ. მე ვიყავი, ანუ მე და ერთი პატიმარი რა. შეგვიყვანეს, მითხეს რომ ადვოკატია მოსულიო და სადღაც ამიყვანეს ზემოთ ადმინისტრაციის შენობაში. აი დაახლოებით აი ეს ოთახი როა იყო, აი ხელა სივრცეში ვიყავით. 1:50 კაცი. სუნი იდგა აი უსაშინლეს ზოგი ნაცევი იყო ზოგი ესეთი არა სუნი იდგა აი რაღაცა აი ძალიან ძიმე რა გვერდზე იყო აი აბრის ხელა დაახლოებით პანჯარა და ვინც პანჯარას დახვდებოდა ის იყო ბედნიერი იმიტომ რომ ჟანგბადი შემოდიოდა და სუნთქავდა რა და ეს კიდევ კარი იყო სადაც იდგნენ ეს ზედამხედველი თუ რაც ქვია და ხელკეტი შემოვიდა და დაგვიწყებდნენ ცემას რა რომ პანჯარა ჩაეკეტათ რაღაც მომენტში ეგრე ხდებოდა ხოლმე რა და ერთ თავზე რო წაარტყავდა იმიტომ რომ მანდ როგორ იყო იცი აი სახე რო აგიწია უბრალოდ რო შეგეხედა სახეში ადამიანისთვის ანუ ციხის თანამშრომლის და ეგრევე მოდიოდა წიხლი ულაპარაკოთ ეგ იყო პირველი გაფრთხილება რომ ზედმეტი ანუ ახედვაც კი არ უნდა აგეხედა და ყველა ეს თავები ქონდათ ერთმანეთზე პატიმრებს მიდებული აი ესე იდგნენ ჩაწყობილი კედელთან პატიმრები და ერთს რო წაარტყავდნენ თავზე ბილიარდის ბურთები და კედელთან ვიც იყო ის იყო ყველაზე საშინელ მდგომარეობაში იმიტომ რომ სულ კედელს უტყავდა იმ თავს ადამიანი საათობით გვაჩერებდნენ მათ საათობით აი არაფრის გამოაცხადებდნენ корпуს შენ გამოდი აბდალაძე დაბრუნდი უკან იდიქ იქ და საათობით გახარ ელოდები თან იცი რომ საკანში ახლა რო ჩადიხარ დაწოლის უფლებას არ გაძლევდნენ დაჯდომის უფლებას არ გაძლევდნენ ფეხზე უნდა ყოფილიყავ თუმცა გიორ მე შიმშილო პირადად ხო
ხო, შიმშილობაზე სანამ გადავალთ, პირადად შენს მიმართ ერიდებოდნენ მაინც ასე თუ ისე. იცი რა არის, მე ვიყავი როგორი სიტუაციაში, ჩვენზე ატყდა ამბავი. ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამას არ ელოდებოდნენ. ჩვენი ციხის პატიმრობის პერიოდში გამჟღავდა მათი სატელეფონო საუბრები. არ ვიცი რომელიღაც სოროკანეზე, ეხა გამქრალია ეგ. ეს აიც არ არის ის საუბრები. ერაბიშვილი და ერთმანეთს აგინებდნენ. უტიაშვილი რო ლაპარაკობდნენ. ერთმანეთს აგინებდნენ, უტიაშვილი, ხიზანიშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, აი წარმოიდგინე რა ბირთვი არის ჩართული იმისთვის, რომ ეს ფოტოგრაფები გაენადგო. ეხლა რომ ხო ფიქრობ ადამიანი დროთა განმავლობაში რაში დაჭირდა. გაეფრთხილებინათ საერთაშორისო მედია, ყველა ჟურნალისტი, რომ ვინმე რამეს თუ გაბედავდა, იგივე ბედი ელოდებოდა მაგათ. მაგრამ თვითონ ციხეში რაც ხდებოდა, ხე ჩვენ ხვდებოდით, რომ პროტესტი დაიწყო ალიამ, ყველა ჟურნალისტები შეუერთდა ამ პროტესტს, ჩვენი კოლეგები, მეგობრები, ფოტოგრაფები საერთაშორისო მედიაში გვიცნობდნენ, ხა 2008 წლის ომის პერიოდში ესენი რომ გარბოდნენ იქიდან. ჩვენი აპარატებით მივრბოდით გადასაღებად იმ უბედურების და ორი ფოტო, რომელიც თელმა სოფლიომ გაიგო 2000 ეს ქალბატონი რო იყო ცეცხლის ფონზე და ძმას რო ეხუტებოდა, აი ამ ორმა ფოტომ თელ სოფლიოს გააგებინა რა უბედურებოდა. შენია ორივე ფოტო, ხო? ერთ ქალბატონია ჩემი, მეორე ფოტო არის როიტერის კორესპონდენტების. მაგრამ საერთაშორისო მედიის წარმოება, აი ამის ჩვენ ამ ფოტოებით რო გაგვიჩნდა. აი ეკალბარდებში და მავთულ ხლართებში რო ცეცხლის ალში რო მოხდა ქალბატონი არის. ეს ერთ-ერთი ფოტო არის 2008 წლის რუსული აგრესიის ყველა წამყვან გაზეთებში პირველ გვერდზე იყო ეს ფოტოები დაბეჭდილი. და ასეთ კაც გაბრალებდნენ, ამის გადამღებ კაც გაბრალებდნენ რუსები მათ პერიოდში ნადირობდნენ ჩემზე და მძინარიშვილზე. ეგ ეწერათ ოფიციალურ საიტზე იყო, რომ ამათმა მოიყვანეს სახეობები, გააყალბეს ეს ფოტოები, ეს ნამდვილი ამბავი არ არის, რაღაცები ტექსტები ეწერათ მაგაზე რა. და კიდე კაი არსებობდა ვიდეო კადრები მაგისი. ეგ რო არ გადაეძო და ის დროზე ერთ პირველი არხის ოპერატორს ლევანს. ხო, არ ვიცი. მოკლედ. ძალიან ისეთი სიტუაცია იყო, რაც აი როგორ გითხრა ხა, მთელი უბედურებები და რეები არა გვაქვს გავლილი. ადამიანი რეები არა გვაქვს ნანახი. კიო, რამე აი ფორმალური მტკიცებულების სახით მაინც, აი დილობის გულისთვის რო თქვა. ჭყალებში რომ რაღაც მტკიცებულება ხონდა ჩაედოთ იმ საქმეში. რამე იდო თქვა. 7 უწყების მიერ იყო გრიფით საიდუმლო. ეხლა ნახე რა ხდება. საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაშაძე აკეთებს განცხადებას. პირველი ბრიფინგი რო ჩაატარა, რომ აბდალაძე ვაშაძე მინისტრი გრიგოლი. პირველი ბრიფინგი რო ჩაატარა, თქვა რომ არაფერი სისულელი არისო, ამ კაცს წვდომა აქვს არანაირი დოკუმენტაციასთან და არაფერთან, აბსურდია და რაღაც. ეხლა ამას მიყვება თანამშრომელი, რომელიც მანდ იყო ვაშაძესთან ერთად და თვითონ უნდა ეთქვა ეგ. მაგას კაცობა და ვაშკაცობა რო ქონდა რომ 20 წელი ციხეში და ამ საწამებელი იმაში გაგვიშვა ჯოჯოხეთში. აი მის ვაშკაცობაც არ იყო რომ ეთქვა რომ ეს ბიჭები უდანაშაულო გაანებეთ თავი, შეეშვით. შიგნით მოუვიდათ ამათ ჩხუბი. ის ვანო მერაბიშვილი, ბოკერიები და ისინი რო აგინებდნენ. ნუ პრინციპი როგორ იყო იცი აწყობილი? ბოკერიას ევალებოდა საერთაშორისო მედიასთან კურირება, ურთიერთობა და რაღაცეები. უცებ ამ საერთაშორისო, აი რა მოხდა. ნახე ამ ჩვენი პროტესტის გარდა აქ, იმიტომ რომ ეს დანიშნულოვანი იყო ეს პროტესტი. ალიამ რაც დაიწყო და ჩვენმა კოლეგებმა და მეგობრებმა საერთაშორისო მედია ჩაერთო ამაში და დაბლოკეს მიშაზე ყველანაირი ინფორმაცია. ორი კვირის განმავლობაში საერთოდ არაფერი არ შუქებოდა. CNN, BBC, Euronews-ი იწყებდა ფოტოგრაფები დაიჭირი ჯაშობის ბრალდებით ფოტოგრაფები. ამიტომ მოხდა მაგათ შორის დაგადაგა. აი საუბრები რაც დაიდო, მაშინ ერთმანეთს რო აგინებენ და ეხა არის თუ არა ბილეთი, ანუ მე რომ აგინებს მერაბიშვილს, იმიტომ რომ მე მქონდა გაჭედილი, შევშილობდი 5 დღე. და მე-5 დღეს როცა ვერაფერი ვერ მიქნებ, მართლა ძალიან ცუდად ვიყავ, 5 დღე წყალი არ დამილევ, პირველად გავიგე წყლის გემო, წყალს რა გემო აქვს და პატიმრები გამომიყვანეს. პატიმრები გამოყავდა, შენ თვალთი უნდა ვაწამო და შენ გაყურებინე, პრინციპი ეგეთი ქონდათ მაგათ, იმიტომ მთელი ღამე გვესმოდა ჩვენი საკნებში როგორ ცემდნენ პატიმრებს გვერდზე. კივილი გესმის, აშინელი, თან გდანის ციხეში სამარისებული სიჩუმე იყო.
სამარისებული სიჩვე კარს რო გააღებდნენ სადღაც და ძირითადად ეს ხდებოდა პარასკევ დღეს ცემატყე პარანტინის დაშლის დღე იყო პარასკევი და იმ არა ნახე როგორია შაბათ კვირას არავის არ აქვს უფლება რომ მოვიდეს დაკეტილია სივრცე და ის იქ ებრაელებიც ნახე ის ორი ებრაელი რო ყავდათ დაჭერილი შენ წარმოიდგინე პატიმრები გასასეირნებლად არ მიდიოდა ეხლა გალდანი ხო დახურული სივრცეა გასეირნებაზე რომ პატიმარი არ გავა რა აი ჟანგბადზე ხტები რატომ არ გადიოდა იმიტომ რომ ზემოთ დასეირნოდა ერთმანეთში ნიზლავდებდა იმ ფურთხს გაატამდა გაარტყამდა პატიმარს ციხის თანამშრომლები ციხის თანამშრომლები ზემოთ და ერთმანეთში ნიზლავდა აი შიდა სივრცეში აღარ გადიოდა პატიმარი ორჯერ სამჯერ წარმოიდგინე ხა ამ ეს შეურაცხყოფა სამ კაცს კლავდნენ ცემაში და მეოთხეს ეუბნებოდა შენ ჩვენი ძოს ვახარ ხო იცი მაგით ვარ კიდევ თქვენ რომ პატიმრები ერთმანეთს გადაეკიდებინათ მე რო შიმშილობა ქონდა გამოცხადებული ჩემთან ერთად საკანში ვიწევ საჭმელში ჩაუფურთხეს და დაუდის და შენ თანამესაკნეს ხო ის შიმშილობსო შენ რატომ უნდა ჭამო და რაღაცა ამიტომ მე ამ პატიმრებს ვეუბნებ თქვენ რო ჭამას დაიწყებ იქაც აქაც მე მითხარით მე დავწვევი რომ არ გიყუროთ თქვენ ამიგე საშინელ დღეში ვაგდები კილერასთან ამიყვანეს ზემოთ მეორე დღე იყო თუ მე აღარც მახსოვს უკვე რაღაც ისე ვარ კილერა იყო ალექსანდრე მუხაძე აი დანის ეს დირექტორი ვირთხასავეთ რაღაცა არ ვიცი რა საშინელი ადამიანი და ეუბნება როგორ ახარო ეხლა მე ვთხარი რა ვიცი როგორც პატიმარი ყველა აი ხვალ დაიწყება თქვენი დედის ამბავი რა გინებით და იმით რატომ მეთქი შენ თუ აქედან ცოცხალი გახვიდეო ჩემ დედას ასე და ესე უქენია მუხაძე გეუბნება კილერა აი დღეს ხო ესე ხართო შეულებრივად არ ხო არაფერი მოკტარაო ჯერო აწი იწყება თქვენი დედის ტირობა და ყველაფერი ძალიან აღიზიანებდათ ის ამბავი რომ სიგნალების ხმა ერთ-ერთი აქცია იყო სიგნალების ხმა და აი ამ სივრცეში სადაც ვიყავით ეს 50 ადამიანი ფანჯრისკენ იყურებოდა ყველა ამ სიგნალის ხმაზე და ერთმანეთს ჩურჩულებოდნენ ბიჭებო აი თქვენზეა და მაგრა დადიქი ამათიდე მაგრა დადიქი დამათიდე ამიგე აი ესე ყველა თელი ციხე გულშემატკივრობდა ჟურნალისტებიც რა ვიცი ყველა აი ამან აიძულა ესენი რომ გამოვეშვით ოღონდ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ამბავი ის იყო რომ აღიარება ქონოდათ ხელში სანამ აღიარებაზე მივად გიო შიმშილობის შეწყვეტა როგორ გაიძულეს ეს არის უკვე ის პერიოდი როდესაც პროკურორი მოვიდა ჩემთან რომელი დღე მე 15 დღე ვიყავი სულ 5 დღე იყო შიმშილობა 5 დღე იყო ეს ჯოჯოხეთი და ამბები და ეს 5 დღე იყო როცა უკვე მიდიოდა საუბარი იმაზე 3-5-იანი დაგისვია 3-5-იანი დამისვეს აგათვა და ხო აგიტო ზიზღიმა 5-იანის და პროკურორი მოვიდა და მეუბნება ესეთ რამეს რა ერთ-ერთი გაჯაია იყო პროკურორი ეხა ხო გონია ადამიანს რომ დაკითხვაზე მოვიდნენ უნდა დაგისვა შეკითხვა და რაღაცა უნდა ისაუბრო თან ამ პერიოდში უკვე ჩართულია ეკაბესელია ადვოკატი მაგასთან ერთად კიდევ ერთი ანუ შენი ადვოკატი არის ეკაბესელი 4 ადვოკატი ხო 4 ადვოკატი მყავს 2 ალიას თანამშრომლები და 2 ეკა და მის თანამშრომელი ვიჭი და ერთ-ერთი ადვოკატი იყო იქ აი ეს ეკაბესელიას თანამშრომელის ბიჭი და ეს გაჯაია მიყვება ანეკდოტს ეხლა მე რომ გონია რომ უნდა დამისვა შეკითხვები რაღაცეები რაღაცა ანუ იმდენად ფალსიფიცირებული იყო ყველაფერი საერთოდ არაფერი არ არის კაც სამშობლოს ღალატს გდენილდნენ და რა ну აი ესეთი მომენტი არის და კიჩიკიას ანეკდოტს მოგიყვებიო რა ანეკდოტს მეთქი და მაგარი ანეკდოტი უნდა გითხრაო ახლა და დაიმახსოვრე ეგ ანეკდოტი კარგად კიჩიკი არის გაჭირვებულ დღეშიო და მიქელა გამოეცხადებაო ხო და ეუბნებაო კიჩიკი გინდა ცხოვრება ნახო კი ექიმბაშობა დაიწყეო პაციენტს რომ დააწვენო საწოლზე მე თუ თავთან დაუდექი მე მიმყავს თუ ფეხთან დაუდექი შენ მიყავს გავა დრო და ჭიჭიკი გახდება ცნობილი ექიმბაშია ამას მიყვება დანის ციხეში პროკურორი და ერთშენია დღეს ჭიჭიკი აიღვიძა თავზე ადგას მიქელაო და თელი
დატრიალებს იმ საწოლშიო და იქელა ეუბნებაო რომ ისა რა ქვია ბიჭო აგიყვანო მინდა ნორმალურად თორე სულს იქენანაც ამოგაძროფო რა გაიგეო რა გითხარიო კიო სულს კაცურად მინდა რომ წაი ჩვენება მაქო მიღებული სულს ანალიდანაც ამოგაძროფო ასე უთხრა მიხელ გაბრიელმა ჭიჭიკიას და ამას გიყვება პროკურორი და მეუბნება რომ სამშობლოს ღალატის გამო გიშვება და მეუბნება ესეთ რამეს რომ ეხლა გაქვს შანსიო შენო რო გახვიდე იმიტომ რომ ჩვენებები უკვე მიღებული გვაქვს ზურგასგანაც იმისგანაც ამისგანაც ყველაფერი მარტო შენ დარჩება ერთადერთი ადამიანი ხო და მაგ თემაზე ვიფიქრებ ეს უკვე ის პერიოდია წინა დღეს როცა მე შიმშილობა შემაწყვეტინეს ხო და შიმშილობა რო შემაწყვეტინეს ეს დამავიწყდა ეს ეპიზოდი მომიტანეს ამათმა რეზბალნიცის საჭმელი უხა იყო რა თევზის წვნიანი ხო და იმდენად ცუდად გავხდი გადასული საჭმელი არის ესე იგი სულად გაჭმელი ხო და წყალი რო დავლია გავხდი ცუდად ძალიან აი მან ვიგზენ წყლის გემოთ მაგას ვამბობ აი წყალს ხოლია აი რაღაც განსაკუთრებული ემო და მანამდე ის მომენტი არის საკანში წყალს იკეტავენ ის ტანის ამოსი რაც მეცვა პირველია გადავდივარ თემაზე და არა მინდა რომ გავიხსენო მახსოვს ეგ მომენტი ახლა შენ მაისურით რო იწმინდაო და აყაროლებული ხარ და საშინელ მდგომარეში სულ ბოდიში რა ხარ ჰიგიენის ამბავია უბრალოდ ჩვეულებრივი ტუალეტის ქაღალდის მაგიურად გიწევდათ რომ გამოგეყენებინათ თქვენივე მაისურები ამას ამბობ ხო აი საშინელ დღეში სუნი და ამბავი წამება ზოგიერთს მარტო ის გონია რომ თუ თავი გაგიხეთქეს ცემით ეს არა თემაც და ამბავიც ყველაფერი გავლილი არის და რაღაც ხო და ეს უხარო მომიტანეს მე უთხარ რომ მე ვერ შევჭამეთქი ცუდად ავართქო რა ეს პატიმარი მეუბნება რომ გიხვერწები უარი არ უთხრა მე შევჭამო ამას ვინ მაჭმევს არ მოიდგინე ამას ვინ მაჭმევს მე ეს პატიმარია რომელსაც მანამდე ჩაუფურთხეს ხო საჭმელში კი ეს ის პატიმარია რომელმაც მე მითხრა რომ შენთვის ბრიტვა აქვს დატოვებული აქო საწოლში არის დამალული ანუ რკინის კარკასი აქვს რაღაც ამ ხის ჩარჩოხო არის საწოლი ორსართულიანი საწოლი ხო შუქი არ ქრებოდა არასდროს საკანში 24 საათის განმავლობაში ვიცოდით რომ ანუ შუქი თუ არ ხდება ხვდები რომ ითვალთვალებენ თან არ ჩანს კამერა იქნებოდა და კამერა არ ჩანს მაგრამ იცი რომ ითვალთვალებენ მე სხვათა შორის ამ კადრებით მოხდა ჩვენი საქმის გამოძიება ამ კადრების საშუალებით როდესაც ჩვენ ავყავართ ზემოთ საკანში და გვეუბნებიან ადვოკატებზე უარის თქმას და რაღაც წითელ ჯვართან ერთხი დღეს მოვიდა წითელი ჯვარი და აგვაფრთხილეს რომ არ გაბედოთ რამის თქმაო მოკლავთ დაგლიწავთ თქვენც სხვა პატიმრებსაც და რაღაცა რო შევედი ორი გოგონა იზა ბუდიში მოვხადე მე უთხარი აპატიეთ მეთქი რა ძალიან თუ მდგომარეობაში ვარ მაშინელი სული ამდის თქო და დაუბანელი ვარ თქო ამდენი დღეა უკვე რაღაც ვიცი თქო და ბოდიში ხო და სული აგდიოდა იმიტომ რომ დამანის საშუალებას არ გვაძლევდნენ მაგასა ეს გოგონა გვეუბნება რომ ის როგორ ახართ რაშვებითო იმიტომ რომ წითელი ჯვარიც იყო ჩართული მაგამ ბავშვი მე უთხარი უარი არ მინდა მე თქვენთან საუბარი თქო რა გავდივდი და სანამ გავდივდი ეს ამ გოგომ მომაძახა ყველა პატიმარი მაგას რატო გვეუბნებითო რა ხდებაო აგვიხსენითო იმდენად დაშინებული ყავდათ და იმდენად გაუბედურებულ მდგომარეობაში ყავდათ რომ აი ღვდელი იმასთანაც ვიყვებოდა ადამიანი თუმცა ყველა მიცოდა რა ხდებოდა იმ კონცლაგერში რა მდგომარეობაში ყავდათ ხალხი ეხლა როდესაც არა ერთი წუთი სანამ გადახვალ სხვა თემაზე ბრიტვა იყო ჩემთვის ანუ სამართებელი იყო ჩემთვის დატოვებული სამართებელი საკანში არ ვიცი მაგრამ ნუ ამ პატიმარმა მითხრა რომ შენთვის არის ბრიტვაო დატოვებული თავი დაიბრინდეო რა ანუ სპეციალურად ამიტომ ბრიტვა და მე ამოვიღე ასანთის ხერით ამოვიღე ეს ბრიტვა ხელში მეკავა მე უთხარ დაწექი შენ და მე გადავვრდები ჩემით ავიმასქნებეთ კი და აი ეს მოიცა ერთ წუთი და მართლა თავის მოყვლას აპირებდი? არა, ძალიან ისე მდგომარეობაში ვიყავი ფსიქოლოგიურად. პირველი წერილი რაც მიწერე მეუღლეს იგუთხარი რომ არ მოხვიდე აქ თქო.
ჩემთან მე აქედან ცოცხალი ვერ გამოვალ. ისეთ მდგომარეობაში ვიყავ ფსიქოლოგიურად, რომ ძალიან ცუდ, მაგრამ ხელის გულზე ეწერა დედებს და ცოლებს. ცოლების მეტი უფრო დედი ერთი მეუბნება აღარ მახსოვს ვიქტორა იყო კაჩეიშვილი. წამოდი გაგიყვანო გარეთო და გაჩვენებ ვინდგანან. სულ დედები აი მონანიებაში რომ ხელის გულზე ნომრები ეწერათ. დედების ნომრები ეწერათ ხელის გულზე. დედებს ეწერათ ხელის გულზე დიჟბი ტანსაცმელი მიეტანათ. და ჩემთვის ხო ვიცოდი რომ არაფერი არ მოქონდათ. იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავ იმაში რომ მეუღლე რომ მომიტანა ტანსაცმელი პირველივე დღეს. ეს ტანსაცმელი მერე უკვე გზანის ციხიდან რომ გამოვდიოდი ერთმა მომაძახა რომ დამავიწყდაო შენს ტანსაცმელს მოტანაო. და დიდება უფალს რომ გადაიფიქრე ეს საშინელება. ამ პატიმარმა გადამაფიქრე მე, იმიტომ რომ ის წამოხდა. მე ძალიან ცუდად ვიყავი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. საშინელ აი წარმოგიდგენთ ნეხი და რაღაც ძალიან ისე დაიწყო ლოცვა ამან. პატიმარმა რომ მე ცოცხალს არ დამტოვებენ, მეც მოკლავენო რა გიო. მე ცოცხალი მოწმევა რომ ყოველ ღამე გავყავდით. ყოველ ღამე რო იცი ადამიანი წარმოიდგინე, გაყავხარ საცემად. გაყავხარ დაკითხვაზე. ყოველ ღამე. მთელი ღამეების განმავლობაში საერთოდ არ გძინებია რა. რაღაცა მომენტში გაითიშები და ამ პატიმარმა გამოგართვა ეს ბრიტვა არა ის ოცულობდა მთელი ღამე არ გაჩერებულა რა ხერთე მეუთხარი დაწექი მეთქი ბიჭო არ ცოცხალს არ დამტოვებენო ყოველ დღეს აკანთან იდგა გარეთ ჩვენ ხო საათის უფლება არ ქონდა საათს ხვდებოდით კანალიზაციის ლუკით ფანჯარასთან იყო კანალიზაციის ლუკი წინ ხარეს რიზბალნიცის გზა იყო და მზე რომ მოადგებოდა ამ კანალიზაციის ლუკს მაგ დროს იყო 5 საათზე იყო შემოწმება ხოლმე საკნებში. ამოვიდნენ და გადმოაყირავებდნენ, შეურაცხყოფას გაგინებდნენ, რაღაცა აი ესეთ სიტუაციებს ატარებდნენ. აი რაღაც იქ ისეთ რაღაცებს ხედავდი დანიციხეში ახლა მე ხო ნარკომანებთან ვიყავი და ეს ეგრეთ წოდებული მეტადონის პროგრამაზე მან ხვდებოდი ახალგაზრდა ვინ იყო ახალი მოსული თანამშრომელი და გამოცდილი თანამშრომელი მე მხედველობაში აი ეს ციხის ანუ რაზე ხდებოდა ერთხელ მოხდა ესეთი რაღაცა რომ გინება ატყდა ერთ-ერთ საკნიდან და ეს ახალი თანამშრომელი ეუბნება რომ შევიდეთ გესმის რა ყველაფერი და თან ვხედავდი ჯოჯოლტანაში გაინტერესებს რა ხდება იმიტომ კივილი წივილი ამბავი გინება და ეგ ეუბნება რომ ისა შევიდეთ ცემოთო მოკლედ ეხა მაგას მიღებული აქვს ეხა ფეხი რომ მოაჭრო მაინც ვერაფერს ვერ იგზნობენო და აი რო გამოფხიზდებიან მე უნდა ვაჩვენებს ეს ხვდები რა გამოკიდებული კორპუსიდან კორპუსში გადავყავდით თავჩაღუნული მიდიხარ მოყვებიან ესენი გვერდით და ვერ მიდიხარ ჩქარა იმიტომ რომ რამოდენიმე პატიმარი ჩვენზე წინ არია რა და ერთი მოყავთ ორ პატიმარს რომელიც ვერ დადის ბოლო სტადიის ტუბი ქონდა და ბოლო სტადიის ცეროზი აი წარმოიდგინე ორი დაავადება და ტუბერკულოზი და ცეროზი და პირველად დავინახე ადამიანი რომელსაც არ ქონდა მუცელი აი ეს ნეკნები ქონდა შიგნით შეწეული და სპორტული რაც ეცვა გარი შნუროკი რაღაც აი წარმოიდგინე ეს შევარდნილი ნეკნები ლოყა ამხელა თვალებით წაიქცა ციხლი დაარტყეს გვაგინეს ყველას რომ თქვენს გამო მე აგვიანებ რაღაცა და კედელთანა ვარ მიყუდებული ამ ბიჭს დაარტყეს ამ კაცს დაარტყეს ციხლი კიდე ხო იმიტომ რომ ნელა მიდიოდა რა ვერ მიდიოდა ვერ მოძრაობდა და აი ესე კარტანა ვარ დაყუდე აი როგორც კარანტინის კადრებს რო ვაჩვენე კედელთან რო არიან მიყუდებული ადამიანი თავჩაღუნულები და იქეთ ცემა რო არის წარმოიდგინე აი ეს უბრალოდ ეგეთივე კადრი არის ვდგავარ გვერდზე უყურებ ეს კაცია ორ პატიმარს უჭირავს ეგ თანი მოვიდა პირბადით და ერთ-ერთი ეუბნება რომ ამ იქთანმა რო დაინახა გაიხადა ამას მაინც მან დავინახე ეს ნეკნები აი მუცელი რო არ ქონდა და საშინელ მდგომარეობაში იყო და ეს ეგთანი ეუბნება რომ ისაო რა ქვია ეს რეზბალნიცაზე რატო არ აყავს ძალიან კვდებაო ეს კაციო და რეზბალნიცაზე რატო არ გადაიღო რეზბალნიცამ არ მიიღო იმიტომ რომ ტრუპი რო არ დამეწეროს ეს ქალი ეუბნება რომ შეიწყალეთო
რაღაცა გააკეთეთ, გააგდეთ აქედან რა. ეს 2 დღეშიო, 3 დღეშიო ვეჭველი მოკვდებაო. ეს ისმის თან. თან ეს კაცს მისეს. ხო, და ჩვენც მან ვიდგევართ გარეთ. ამან დაუწყო გინება. ამას რომ შენს გამო ეხა მე საბუთებზე უნდა ვირბინო შენი ისე შენი ასე აგინებს ამ პატიმარს. ხო და მეორე მიაძახა რომ ისინი გაათრიო აქედანო შეიყვანეო საქმეებში. გავედით. ჩვენი გზიდან ჩანდა რეზბალნიცის გზა, ჩვენი ფანჯრიდან, საქმის ფანჯრიდან. ხო და მე არ დამინახავს, მაგრამ ერთ-ერთმა პატიმარმა მიაძახა ეს მიყავდა დეტლით მეორე დღეს. ეს პატიმარი. მერე მითხრეს სხვებმა რომ გარდაიცვალა სახში ესენი იყვნენ ბედნიერები აუშვეს სახში? სახში მოკვდაო რა კიდე კაი. ვაშინ იყო სტატისტიკა კატასტროფული. სიკვდილიანობის დალეწვაზე და იმაზე აღარ ვსაუბრობ. ის თვეში საშუალოდ იყო მაშინ ეს ოფიციალური სტატისტიკაა. თვეში საშუალოდ კვდებოდა 60 პატიმარი, ოღონდ დათვლილი იყო გიომ ხოლოდის სტატისტიკა, რომელიც ეს 60-ში იგულისხმება ის, რომელიც უშუალოდ ციხეში ვინც მოკვდა, თორემ რეზბალნიცაზე და თუნდაც სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში ვინც გაყავდა და იქ ვინც კვდებოდა, იმას არ სტატისტიკა, აი შენ მოთქვი ხა ბედნიერები იყვნენ სახში რომ მოკვდა. პატიმრები ამბობდნენ ხოლოდ ციხეში კვდებოდა 60 ადამიანი. პატიმრები ამბობდნენ ამას. პატიმრები ამბობდნენ რომ რა ბედნიერია სახში დალიასულია. 800 საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ ამ 9 წლის განმავლობაში 800 პატიმარი არის აღრიცხული უშუალოდ ციხეში გარდაცვლილი 800. ის არ დავამთავრეთ შიმშილობის შეწყვეტაზე როგორ მოგაწერინა? შიმშილობის შეწყვეტაზე მე როგორც გავიგე, მე აი რა ხო არის რომ გარე ინფორმაციასაც რო გებოლობე. წინა დღეს ქონდა შეხვედრა ჟურნალისტებს. ანუ მუთხარ რომ აბდალაძე არ შიმშილობსაც თუ გინდაო ეგრე გაჩვენებთ რაღაცა მე თან და ვანოს ენდობოდნენ ის ჟურნალისტები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგათთვის ზოგიერთის არ დავასახელებ. მახსოვს ვინც იყო ყველა მახსოვს იმ შეხვედრაზე არ დავასახელებ. ვინც აპროტესტებდა მაგ ამბავს ისიც მახსოვს და ვინც პირიქით როლსაც ასრულებდა. ხო და ეგ დღე იყო, როდესაც გამიყვანეს საქმიდან მე ვთხარი რომ არ ვაპირებ შიმშილობის შეწყვეტას ვეთქი. არანაირად თუ აი ესე გავაგრძელებთ ხო რა, მშრალ შიმშილობა, წყალიც არ დამილევია 5 დღე. 5 დღე წყალი არ დამილევია. ხო და ეს იყო ვიქტორა ყაჭეიშვილი, რომელმაც სასამართლოზე შემდგომში აღიარა თვითონ ეს. ხო და დაწერეო შენო როგორ მითხრა, იცი ადმინისტრაციის რჩევის საფუძველზე რომ შეწყვეტე შიმშილობაო. არაო მამაოს რჩევის საფუძველზე. მე ვთქარი არ ვაპირებ მეთქი მაგის გაკეთებას და რა. ჩართო რაცია რა, მარტო ვიყავი ოთახში დაუძახა ვიღაცებს 1-7 თუ 8 ყაჭეიშვილი აკეთებს ამას. ხო, რომელიც იყო გლანის ციხის უსაფრთხოების ისა უფროსი ან უფროსის მოადგილე ხა ზუსტად აღარ მახსოვს ზუსტად თანამდებობა, მაგრამ მაგის მორიგეობის პერიოდში რომ ნუ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო გლანის ციხის. და რო ჩართო რაცია რომ იყო, ნუ ეხლა მე ვფიქრობ რომ ესე ცემა და ამბავი იქნება და რაღაცა და შენ არ შეგეხებითო. შენ საერთოდ არ შეგეხებითო, რადგან ესეთი ამბავია, იმიტომ რომ ძალიან გაიჭედნენ. ამიტომ საერთაშორისო მედიაში აქ პროტესტებია, სიგნალებია, ალია ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ყველა ჩაერთო ამ პროტესტში. და გაჭედილი მაქვს მე ამ მომენტში რა, აი ისევა რა. ხო და გამოათრიეთ ამ საკნიდან ვინც არისო და გამოიყვანეთ პატიმრებიო საკნებიდან. ეხლა შენ თვალწინო გაჩვენებ რომ მაგათ რა მოუვათ სათითაოდ. თავიდან ვფიქრობდი რომ ფსიქოლოგიური ამბავია და რაღაც ხო ხდები, მაგრამ რომ დაიზრა ეს ხალხი ხე წარმოედგინე ამ პატიმრების უყურებ ვიღაცეებს. რომ შენ თვალწინ უნდა გააუბედურო საშინელ დღეში ჩააგდო. მომეცი მე ვთხარი მე მოვკალიგე გაანებიამ ხალხს, ცოდოები არ არიან მეთქი. ანუ სხვა პატიმრების წამებას აპირებდნენ შენ თვალწინ იმის გამო რომ შენზე მოეხდინათ ზეწოლა რომ შეგეწყვიტა შიმშილობა.
შემეწყვიტა. და მანდ მე დავწერე ადმინისტრაციის ჩემი საფუძველზე თქვენ გულად ჩაგეთვლება მეთქი და ვიცოდი რომ დაწუნებული იყო მანდ ეს სატელეფონო საუბრებით და ესენიც მე რო გაჟღერდა რადიოშიც ხო ვისმენდით რადიო გქონდა ჩვენ მაგრამ როგორ იყო იცი ხან მუშაობდა ხან არ მუშაობდა რა და ეს რო დაუწერე მიულტანე მე უთხარი ვანოს ხო ვიცი ვანოს დავალებით ხდება ეს ყველაფერი თქო და შევედი ოთახში მან მომიტანეს მე უხა და გადასხმა გამიკეთეს იმდენად ცუდად ვიყავდა ამ გადასხმის პერიოდში საკანე ღია დატოვეს და გავიდნენ ყველანი აპარატი შეაერთეს ენაზე მე ისე რა ძიმე მდგომარეობაში და ვანო მეუბნება არ ვიცი შენ დაბრედვა უნდა თუ ამათო ვანო ვინ არის ერთ პატიმარი რა ეს ივანო შენი დაბრედვა უნდა თუ და დაუწყო ყვირილი ბატონო კონტროლორო არც ემდნენ ისინი მას იმიტომ დავტოვეს რაღაცები გადააერთა მე ამან მეორე აპარატზე ამიტომ ის და ეს უნება ეგთან შემოვიდა საყდური უთხრა რომ რატო გააკეთე ეგო შენ რომ მიგეკითხებოდა მაგის გაკეთება ანუ რაღაც ორი გადასხმა უნდა ყოფილიყო და ერთი დატოვეს ისე ჩაულებრივად ჰაერის ამბავის ეს ამბობდა რომ ჰაერის თემა იქნებოდა რაღაცაო და დაბრედვა უნდა შენედა ანუ არასწორად დაგიყენეს ეს გადასხმა რაღაცა გააკეთეს ხო არ ვიცი მე ხო ვერ ხვდები მაგას ახლა არ ვიცოდი მაგრამ ამა რაღაცა იხიმა და გააკეთა მე სუღადაობდა რაღაცებს იუმორით ან ესეთი გამორჩეული ბიჭი იყო ეს მეუბნება რომ შიმშილობა რატო შეწყვიტეო მე არ უთხარი ახლა მაგას რომ რას აპირებდნენ და მე უხარ პატიმარი რა გითხება ხო თანამესაკლე ხო და მე უთხარ თქვენ წამებაზე იყო საუბარი თქო რა რომ იცოდე თქო აღარ დავა კონკრეტე რა სიტყვები და როგორ იყენებდნენ და რაღაც ჩვენ გია ისედაც მაგ დღეში ვართ ბალავა ცაიმაში და სულს გვაძარობენ რა ხო და რაღაცა პერიოდის მერე უკვე როდესაც ამ ქაჯაიას ამ ამბების მერე როცა ავყავდით თელეხამის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ ეხა საქმე უნდა შეკერილიყო ანუ მე მივეცი თანხმობა მივიდა საუბარი იმაზე რომ და ეკა მეუბნებოდა რომ არ აღიარო სტრასბურგში მოვიგებ და ეკას მეუბნები რომ ეკა აქ შანსი არ არის გადარჩენის სტრასბურგამდე და ამბავდე ანუ ეს ვერ მივალ შეთეთხმილი ბრალი რო არ გეღიარებინა გიო ვერ გამოხვიდოდი ცოცხალი იქიდან დღემდე ესე ფიქრობ არანაირი შანსი არ ქონდა არანაირი სისაური რომელმაც აწამა თეთრაძე ჩემს საკანთან მე რო ყვებოდი საათი არ ქონდა და რაღაცა თქო ეს სისაური და 24 საათს გავალდა ვიკითხებოდი სისაური საათი რომელია მithai არა მაგ მე უფლება რო გილაპარაკოთ და რაღაც სისაური ვინ იყო მორიგე არა ეს პატიმარი იყო ერთ-ერთი რომელმაც მიიღო თეთრაძის ამებაში მერე უკვე როცა საქმე დასრულდა თეთრაძის ანუ გამოძიება ჩატარდა და დადგინდა ის ისაური იყო ეს ადამიანი რომელიც ჩემს საკანთან იყო 24 საათს განმავლობაში შეიძლება თქვით მე დავაკონკრეტებ მაშინ ეს ისაური იყო პატიმარი რომელიც თანამშრომლობდა ადმინისტრაციასთან იყო მამათმავალი და იყენებდნენ მაგას პატიმრების გასაუპატიურებლად. მოდი, ახან საუბარი. ამის შესახებ ჩვენ არ ვიცოდით არავინ არაფერი. ეს ინფორმაცია მე გახდა ეს არის ეს ადამიანი. ეს სრულიად შემთხვევაში შევიტყვე მე როცა რომელსაც თავი შეაკლა სერგო თეთრაძე. კი ბატონო. და ერთი ეპიზოდი კიდე ვინმე გავხსენო ის ადვოკატი რა ქვია რომელ ადვოკატზე ამბობ მითხარი მე ბაელიაშვილის ქმარი შალვა შავგულიძე შეხვდა გზანის ციხეში აი ავყავდით სადღაც შეჩერდა შეყუნდა უნდა რომ რაღაცა ეთქვა ჩემთვის ხო მიხვდა ბატონი იმ ხელა ციკლი დაარტყეს თან შენაკ რა გინდა დროზე აქედა ჩააგურეს ქვემო ცირბილი შალვა შავგულიძე ადვოკატი ხო გალახეს სხვა საქმე არა
ხელი კრეს რა დროზე აქედან რა შენთან რო არ ქონოდა კონტაქტი კონტაქტი რო არ ქონოდა იქ შეხვდა ნიკა კვეზერელი კიდე ნიკა კვეზერელი შეხვდა მესმოდა ხმა რაღაცა ძალიან ისე ვიყავი წოდა და გია როგორ ახარო ხმა მესმის რა და გავხედე ნიკა კვეზერელი შენ როგორ ახარ მაგრამ დამლეწეს მე ამათია ძალიან მე ყველა სცემდა რა მაგათვის არაფერი ეს ხო გეუბნე ეს არ იყო ციხე ეხლა რომ ხმა არის მის პატიმრის საჩივრის არც ერთი საპატიმროდა არც ეტაპირების დროს არც იმის დროს და რა პერიოდი გავიარეთ ჩვენ და რა იყო იმ პერიოდში ტელევიზორებით რო გამოდიან მაცივრები და არა ჟორჟოლიანი რო ნანუკა ჟორჟოლიანია ისიც კი მადლობას უხდის ციხის იმას რა ქვია ადმინისტრაციას ჩვენ რეები გავიარეთ და სხვებმა რეები გაიარეს მაგ სამყარო გიო მოდი გადავიდეთ ხა იმაზე შენ ბრალის აღიარების ნუ გასაგებია რომ სხვა გზა შენ არ დაგიტოვეს რომ გამორიცხული არა ერთადერთი შანსიო მაგის მე თვითონაც ხვდებოდი უკვე რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ეს პროტესტი კი მწავდებოდა უფრო და უფრო მაგრამ წნეხი მწავდებოდა პარალელურად უფრო მძიმედ ამ პროტესტთან ერთად იმიტომ რომ ამ პროტესტმა შედეგი გამოიღო ეს პროტესტი რო არ ყოფილიყო ჩვენ შანსი არ ქონდა არანაირი ეხლა შიგნით რა ხდება როდესაც წავიდა საუბარი იმის თაობაზე რომ მე უნდა ვაღიარო ის რაც არ ჩამიდენი მიდი საუბარი ეხლა წარმოიდგინე ზიხარ ორი ადამიანია რომელიც ერთ ფურცელზე უწერია რაღაცეები ეს არის შენი საჯელი რაც გეკუთვნის ეხლა დამოკიდებულია იმაზეო თუ როგორ წამოხვალო შენო აღიარებით ამბებზეო რაღაცეები შენ ჩვენ გეტყვითო რაღაცეები შენ თვითონ უნდა თქვაო რა ახლა პარალელურად მიდის ჩაწერა ამის რომ ანუ საჩვენო მე ვანომ უნდა აგინოს ბოკერიას და უთხრას არის თუ არა ეს ბილეთი თალკე უნდა დაურეკოს მიშას და უნდა უთხრას რომ აი ხო გავტეხე ცოლს მიწერა ცოლმა მიწერა რაღაცა წერა ბლუყუნის ამბები რო აქვს ერთმანეთში არსოს ეგ ფარული ჩანაწერი ხო და ეს წლებს აკლებს რა რომ ვიწყებ მოყოლას და რაღაცა და მე აკეთებს ამას პროკურორი ეს არის ერთ-ერთი მე შემდგომში უკვე პატიმარი ჩვენ საქმეზე დევნოზაშვილი დავითი რომელიც ყოველდღე შემოდიოდა კუდის თანამშრომელი ხო ერთ-ერთი მე რაღაც მომენტში უცებრალა კუდის გამომძიებელ დევნოზაშვილმა რა იცოდა ეხა შენ რამდენი წელი უნდა მოესაჯეს იმთვის მოსამართლეს მუხლის მიხედვით მუხლი რაც იყო ეს არის შენი მუხლის ის არის და მე რაღაც ციფრი დაგიწერა დაწერა და მე იმიტომ რომ მე უთხარი მაშინ რომ თუ აღიარებ ჩვენებაზე ნუ კი მაგრამ ნორმალურ პირობებში ციხეში ახლა ადამიანურად ციხე პატიმარებით მოვიხდით ხო რა საჯელს რაც არა რა საჯელო ისე წავავო გაგიშვებ გარეთ და ყველაფერი ოღონდ იმას და მიდის ამაზე დაწერა მე შეწყდა ეს ყველაფერი ანუ მე დავიწყე მოყოლა რომ ვითომ ამათმა დააკავშირეს როგორ იცი თან კარგ ნახობს ამას რომ ვითომ შენ რო ოსეთში ტყვეობაში მოყევი 2000 წელს ტყვეობაში იქიდან დავიწყოთ რომ ვითომ იქიდან მოხდა ანუ სქემა ვანომერაბიშვილის ესეთი იყო ქურციკიძე იყო მთავარი მე ამ სქემის მიხედვით მიყვებოდა გედენიძეები და ბოლოს ვიყავი მე აი ამ ჩვენების საფუძველზე ხო ხვდები თან უნდა გარეთ აგრძნობინო ადამიანებს რომ ბასტიბუბო რაღაც საშინელება ხდება რა იკერება ისეთი საქმე რომ თვითონ აიხლართენ მაგამ ბავშვი არ დავაბნიოთ მე კი ვიცი ეს ამბავი და ისტორია მაგრამ სმენელი რო არ დაიბნეს შენ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში შევარდნაძის ერგნეთის ბაზრობაზე ვიყავით რეპორტაჟზე წასული დაგვიჭირეს მაშინ მუშაობდი კვირის პალიტრის და ჩემი კოლეგების დახმარებით გამოგვიყვანეს მეორე დღე ვიყავით ცხინვალის იზოლატორში ხო? ორი დღე ვიყავით თუ ერთი დღე ვიყავით აღარ მახსოვს ზუსტად რა და ესენი გაუვლებოდნენ და იქ მოხდა იზოლატორში დაგავერბოვათ ხო დაგავერბოვეს მოკლედ აი უყოვიათ ხო აი ესე შემოგვიარეს ხოთმისთვის ყურის მისაბმელი ამბავი ხო ნუ დავიწყეთ ახლა ამ ტექსტზე მუშაობა რაც
და შეჩერდა უცებ, ეხლა ვაცადეო, სიგარეტი არ გინდა, რამე არ გინდა, ყავა არ გინდა, აი ეს რაღაც ისეთ მდგომარეობა ერთ-ერთ ჩემ კოლეგას ხინკალი მიუტანეს აკანში, პატიმარი გაგიჟებას იყო, აღიარები ჩვენების არის. კაცი ვზივარო და ვბერდი აქო და ეგეთი რამე არ გამიგეო, ხინკალს ჭამდა და კაბავს, ცხელი ხინკალი და კაბავი მიუტანეს ზურას. ახალ აღიარა, ხო? და წავიდნენ ესენი რაღაცა პერიოდში ბრუნდებიან და მეუბნებიან აი მაგ თემაში, აი ამ ტექსტშიო, სადღაც უნდა ჩასვა იგორ გიორგაძის თემა. ეს როგორ ჩასვა? ვანოს ჰქონდა ნათქვამი ამ ჟურნალისტებისთვის, რომ ეს იგორ გიორგაძის ეს არის რა ქვია. პარტიის წევრია თუ რაღაცაო და შენზე. ხო. არა და არ ყოფილ ხარ ცხოვრებაში. არა ესაა. ხო და მე მახსოვდა რომ ოფისი იყო მაგათი. აქ ვერაზე თუ სადღაც ხო. ხო და ნუ რაღაცე შეუფუთეთ ერთობლივად, ვიღაცები შემოდიოდნენ ამ საუბრებში უცხო ხალხი ძალიან ჩოჩქოლი იყო. მე ჯგუფი ქონდათ ერთმანეთში, იმიტომ რომ ვითომ მე სტენოგრამები ავიღე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ოთახში. ვერე ერთი ამბობდა ვითომ გადაწერაო, შენო გიჟი ხო არა ხარო, ეგო რაღაცაო 100 გვერდიაო თუ 200 გვერდია აღარ მახსოვს. რაღაცა დიდი რაოდენობის მაგის გადაწერა და რაღაცა და მე აქედა ვეუნე უკვე დილის გამთენისას. პერიოდი ხო გადაღლილი ხარ და იქეთ რო ეხმარები მაგათ რომ სურათი გადაუღე, სურათი მეთქი, სურათი გადაუღე. შეიძლება ეგრე კი ვეულა შეიძლება და საგარეო საქმეთა სამინისტროში გრიფით საიდუმლო დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ შინაარსი არ ვიცით დღემდე. იმ გრიფით საიდუმლო რო აიხსნა სასამართლო პროცესებზე, რომ მივხვდით, რომ საერთოდ არაფერი არ იყო საქმეში. აი იმ გარდა იმ ნახაზების, რაც ვანო მერაბიშვილ უტიაშვილმა, ხიზანიშვილმა და ამ ხალხმა რაღაც შეფუთეს. ამათი დამოკიდებულება ჩვენ საქმესთან მიმართებაში გამოჩნდა ის, აქ რა ხდებოდა, მაგათ არ აინტერესებდა. ამათ პრობლემა შეექმნათ უცხოეთში. როგორც დღეს არიან. გამიგე. იქ აინტერესებს. აქ რა ხდება, აქ იციან რომ არჩევნებით არაფერი არ გამოუვათ, აქ იციან რომ ხალხის დამოკიდებულება ისეთი იქნება რომ გიო საკმაოდ დიდი ხანი ვსაუბრობთ, კიდე დიდხანს ვარ გაგვიგზავნეს და მაყურებელს. ხო და აი გეტყვი ახლა არ ვისარგებლოთ. გამოგისაჯეს ჯერ ის მითხარი. ჩვენ ჩამოგვართვეს პასპორტები. ეს დღე მახსოვს ძალიან კარგად, როდესაც გდანის ციხეში გვითხრეს ყვალიდან გადიხარ, ამიყვანეს ზემოთ და ხვალო გადიხარ თუ ციხიდან. ერთადერთიო იცოდეო და ეს იგრძნობოდა კიდევ სასამართლო პროცესზე პროკურორმა რო ამოისუნთქა. ერთადერთი იცოდეო შენო რომ არ გაბედოო სასამართლოზე რამეო თქვაო, თორე ყავდაო ჩვენ ერთი პატიმარი, რომელიც აღაცეებს აღიარებდაო, მე სასამართლოზე სხვა რამე თქვაო, მოსამართლემ გამოაცხადა ამა თქვენ ჭკუა. მე პატიმარიც ვიცი ვინ იყო რო თქვა. ეგ იყო მერაბ ყოლბაია, მეცახელად კოჭოია, რომელიც დაჭერილი ყავდათ იმაზე, რა ქვია, ვითომ ტერაქტების მოწყობის საქმეზე და წამებით გამოძალეს აღიარებითი ჩვენება და შემდეგ სასამართლოზე როგორც გამოვიდა და მიეცა საშუალება, მაშინვე იქვე უარყო ეგ ჩვენება და თქვა რომ წამებით გამომძალეს. ერთადერთი რამე გითხეს რომ დაივიწყეთ ცუდი სიზმარებით. აქ რაც ხდებოდა, ვაფშე თქვენ თავს რაც ხდებოდა. ჩამოგვართვეს მობილურები, ერთადერთი იყო ის რომ მენანება ის არქივი რა წლების განმავლობაში მქონდა განადგურდა ყველაფერი. აგას ვინ დაგიტოვება ჩემი სამწუხაროდ შეეწირა უამრავი ადამიანი. ამ ყველაფერს არა. პირობით ხო მოგისაჯეს 5 წელი თუ რაღაც. 3 წელი მქონდა, მგონი თუ 5 წელი აღარ მახსოვს ზუსტად ხო. დავდიოდი პრობაციონერები ვიყავით რა. პასპორტი დართმეული მქონდა, ქვეყნიდან გასვლა უფლება არ მქონდა. შეშინებულები ვიყავით, ყველანი ვიცოდით, რო ხდებოდით, რო გამოვედით, დღე მახსოვს, მაგრამ ვანო შლამოვი იდგა და ტიროდა. ჩვენი კოლეგა, უხუცესი საერთოდ არ მეგონა ცოცხალი თუ გამოხვიდოდით მაგედან. თუმცა რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებულ კაცს პარლამენტის აკრედიტაციას არ ჰქონდა გაუქმებული. დადიოდი იღებდი იქ სურათფოტოები. ეგ პროტესტი რო არ გაეკეთებინა თავის დროზე ალიას თანამშრომლებს, ჩვენ მეგობრებს, ჩვენ კოლეგებს, მაშინ მოიფიქრეს კიდევაც ის ლოზუნგი, დათომ
no pictures no democracy. ყველა მხრიდან ბრძოლა მიდიოდა რა. ყველა მხრიდან ამან გადაგვარჩინა ჩვენ დაგხვეწავდნენ ისე როგორც თეთრაზე, როგორც უამრავი სხვა. არანაირი შანსი არ ქონდა, იმიტომ რომ აი ესეთი ამოკიდებულება ქონდათ. არ აინტერესებდათ ეს ადამიანები უბრალოდ როგორი რაღაცაა, იცი, თავიდან ბოლომდე ყველა ერთვებოდა. მაგამ ბავშვი, ხო და ჩემთვის გასაკვირი რჩება ერთი რამე დღემდე. გასაკვირი რჩება, იმიტომ რომ გედენიძე შეხვდა მაგას მთებში. ვისა? სააკაშვილს. იმის ამამბების მერე. ტობოვარჩილზე სადღაც იყო. მაშინ პრეზიდენტი იყო, კონდა უფლებამოსილება უკვე აღარ ქონდა და ბატონი ბიძინა იყო მოსული რა. ხო და მან შეეკითხა ესეთი რამე გედენიძეს, რომ თქვენ ამბავზე რომელმა დამღუპაო, ანუ მერაბიშვილმა თუ ბაჩო ახალაიამო. აი წარმოიდგინე, ადამიანი რომელიც ყველაფერს გადააბრალებს, ოღონდ მე არაო რა. ან ბაჩოს ამ თემაში საერთოდ არ ვიცი რა შეხება უნდა ქონოდა. არა ვანოს უტიაშვილს, ხიზანიშვილს და იმათ იმ სატელეფონო ბოკერიაც სატელეფონო საუბრებით დადასტურებულია ეგ ამბავი. თორე ციხე როგორი იყო და რა იყო ხა მაგაზე ახსნათ ამავით არ უნდა უამრავი ადამიანი ვინც მან იყო ნამყოფი ყველა დაადასტურებს იმას რაც ხდებოდა რა. ეს არ იყო ციხე, ეს იყო კონცლაგერი. ჩვეულებრივი კონცლაგერი, სადაც ადამიანებს ანადგურებდნენ. ძარცვალდნენ, ანადგურებდნენ, აუბედურებდნენ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც. გიო. აი იმ ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, რომ თუ გადავრჩით ყველა ერთად გადავიღებთ ფოტოსო. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ შენც, მეც, ბევრი ჩვენი მეგობარიც და საერთოდ მთლიანად ეს ქვეყანა საქართველოც გადავრჩით ჩვენ მაშინ და ფოტოც გადავიღეთ სიმბოლურად რა ვთქვათ. მე გიბრუნებ ახლა შენ აი ამას რომელიც ცოტა ხნის წინ გენათხოვრე ამ შენს ფოტოაპარატს. შენ ხარ დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციაში მუშაობდა, ხარ პრეზიდენტის ფოტოგრაფი, თუმცა მანამდე იყავი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც მუშაობდი და პროტესტის ნიშნად დატოვე სამსახური მას მერე რაც მან შეიწყალა პოლიციელებისთვის მოლოტოვის კოქტეილების სროლელი, ბენზინის ბომბების სროლელი ლაზარე გრიგორიადისი. რატომ მიღე ეს გადაწყვეტილება? რა იყო შენთვის ამაში მიუღებელი? არავის პატიმრობა არ მიხარია. ამას ხაზგასმით ვამბობ. და ყველას უსურვებ, ვინც არის საპატიმროში, მალე დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ოჯახებში. გარდა ერთი ადამიანისა, იმიტომ რომ მას უფრო მეტი საჭირო ეკუთვნის, ვიდრე მიუსაჯეს. სააკაშვილის გულის. რაც შეეხება მთელი ჩემი ცხოვრების გავალობაში უყურებდი ჩემ ჯარისკაცებს. ყველა ომში, აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს ომი. მე სულ მახსოვს ფორმიანი პოლიციელები. აი დღესაც და ყოველთვის ვეუბნებოდი ალბათონ სალომეს, რომ აი ეს ადამიანები არიან ყველაფერი. სანგარში დგანან, ცხინვალთან, სამაჩაბლოსთან, აფხაზეთში, სადღაც 24 საათის განმავლობაში უსაფრთხოება და ყველაფერი გადადის, თუმცა არის ის მომენტებიც, რაც მოხდა ახლა გორში. კი, გადაცდომა და ძალადობა და აბსოლუტურად ყველანაირი ძალადობა ჩემთვის არის მიუღებელი. ვინც არ უნდა იყოს. მაგრამ ყველა ის ადამიანი, ვინც ფორმას ატარებს და სამშობლოს ემსახურება, ჩვენ თუ პატივი არ ვეცით და არ დავაყენეთ ეს ადამიანი, არ ვაგრძნობინეთ მას. აი რასაც ახლა რაც ხდებოდა ახლა. ამი ცოცხალ ადამიანს პოლიციელს მისი ოჯახის წევრებია. აი არ ვიცი, მე ინტერვიუს პერიოდში ვიყავი, მან დინგა გრიგორიასთან ჰქონდა ინტერვიუ და დავიხურე კულტი და წამოვედი სამსახურიდან იმ დღეს. იმიტომ რომ არ ვიცი. არ მიმაჩნდა ეს. შეცდომა უამრავ ადამიანს მოდის. ყველაფერი შეიძლება აპატიო და ეხლაც მიდის ის პროცესები, რომ აი გადაწვეს პარლამენტის შენობა. და რაღაცა ეს ხო ვიცით როგორ ხდება და რანაირად ხდება და ვინ დგას ამ
ყველაფრის უკან. და რა თანხები იხარჯება ამისთვის და მაგას ელოდება ყოველთვის სააკაშვილი, იმიტომ რომ ამ ჩამოვიდა ამ კონტეინერებში. ჩამოვიდა, ჩამოიყვანეს თუ ჩამოაპარეს თუ რაღაცა მოხდა ხაფანგში. ეხა აბრალებენ ხინკალს და ყველაფერს. რაღაც უაზრო რაღაცებს, მაგრამ არასდროს არ ცემდნენ ეს ადამიანები პატივს. არც საკუთარ ქვეყანას, არც საკუთარ ჩარისკაცებს, არც საკუთარ ეს 2000 წელსაც გამოჩნდა. პატრიარქი რო არ ყოფილიყო, უმეტესობა იმ ადამიანების გმირების ვერ დაბრუნდებოდებსაც ვერ გამოიტანდნენ, არ გამოასვენებდნენ იქით. მე სულ ესე უყურებდი, უნდა ვცეთ პატივი, უნდა დავაფასო ჩვენი ჯარი, ჩვენი პოლიცია და რა ვიცი, ეგ მომენტი ჩემთვის იყო ყოველას მიუღებელი რა. მე არავის პატიმრობა არ მიხარია. აი ხაზგასმით ვამბობ ამას. და მე ვიღე გადაწყვეტილება წამოსულიყავი სამსახურიდან. მე ვთვლი რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება, თუმცა შეწყალების უფლებაც აქვს და ფორმულირებაცაც გააჩნია. გამიგე, ახლა მაგას რო ეთქვა, რომ ახალგაზრდა ბიჭია, შეცდა ამათ ეგ მომენტი აქვს, გამიგე, რომ ესენი თვლიან, რომ შენ წარმოიდგინე ახლა ყველას ჩვენ ხო რუსებს გვეძახდე, ამათაც რუსო პოლიციელს როგორ ეუბნები ამას, ჯარისკაც როგორ ეუბნები ამას. აი რაღაც ისეთ ფორმებში არიან გადასული სიზღის და აგრესიის დონეზე, რომ ვერ იტანენ ვერავის. გამიგე? და აი იმიტომ არ აქვს შედეგი არასოდეს. და არც ექნებათ. და იმედი გვაქვს, იმიტომ რომ კომისია უნდა დადოს. და დადო შედეგი და ვფიქრობ, რომ საერთოდ უნდა აეკრძალოთ მათ პოლიტიკური მოღვაწე, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება დაუბერდი. და სულ მახსენდება ბარამიძეს რომ უყურებ, ხო? სახელი მახსენდება ის რასაც ეძახდა მიშა. თუ არა და მაგის დაცვის უფროსი, მიშას დაცვის უფროსი ვინც იყო? დეპუტატი იყო ეს ადამიანი, მაგას შეეკითხოს ნებისმიერმა ჟურნალისტმა. ჯანაშიას, ნებისმიერმა ჟურნალისტმა იცი როგორ მიმართავდა და რას ეძახდა ამ საკუთარ იმას, იმ გაგიჟებული შეყვარებული ვით რო არის. აღთვალებული სახით რო შესწერის ბარამიძეს გულისხმობ რა. დიდი მადლობა მოხვედით დღეს გადაცემაში ჩემთან და კიდევ ერთხელ გაიხსენე ჩემი ცხოვრების ეს უმძიმესი პერიოდი, უმძიმესი დღეები, რაც გამოვლინდი, არ არის ადვილი ვიცი ამის ყოველჯერზე გახსენება და მოყოლა. სამწუხარო ის არის უამრავი ადამიანი, კარგი ადამიანი შეეწირა ყველაფერს. ბევრი მეგობარი, ბევრი აუბედუროთ და თუნდაც ჩვენ მათი ხსოვნის წინაშე ვართ ვალდებული, რომ დავიწყებას არ მივცეთ ეს საშინელება, რაც აგერ სულ გუშინ ტრიალებდა ამ ქვეყანაში და ისტორიისთვის, საერთოდ თუ ვიტყვით ისტორიისთვის გუშინდელი დღეც არ არის ჯერ კიდევ დღევანდელი დღეა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის, შენ როგორი პროფესიონალი ხარ შენი საქმის თელმა ქვეყანა მიცის და როგორი ღირსეული ქართველი კაციც ხარ, ეს ვიცით და იცის ყველა, ვინ შენ პირადად გიცნობს და შენთან აქვს ურთიერთობა და ასეთი ღირსებით და ასეთი პროფესიონალიზმით გაგეგზელებინო შენი ცხოვრება და შენი საქმე. ამას გისურვებ და მადლობას გიხდი კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. მაყურებელსაც ყურადღებისთვის, მოსმენისთვის, გამშვიდობებით და რეჟიმის ანატომიის მომდევნო ეპიზოდით შემდეგ კვირაში დაგიბრუნდებით.